საღამო მშვიდობისა, მე მაკაცინცაძე ვარ და რა თქმა უნდა განვაგრძობთ მოამბის საგანგებო ეთერს დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ყველა მხარე ელოდა გამოქვეყნდა ეუთოუდრის დასკვნა საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ ცნობილია. კენჭისყრის პროცესი თავისუფალი და კონკურენტული იყო. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კი ისევ ახალ არჩევნებს ითხოვს და ამბობს, რომ სადამკვირვებლო მისიის შეფასება უპრეცედენტოდ უარყოფითია. მმართველი გუნდისთვის დოკუმენტმა რადიკალური პარტიების, NGO-ებისა და სალომე ზურაბიშვილის ცრუბრალდება 300,000 ხმის გაყალბებისა და სიების დუბლირების შესახებ სრულად გაანადგურა. ხელისუფლება იმის პირობასაც დებს, რომ მისიის კრიტიკულ ასპექტებსა და რეკომენდაციებზე სათანადო რეაგირება იქნება. რას ცვლის დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში ეუთოუდირის საბოლოო დასკვნა და ვინ როგორ მიიღო კიდევ ერთი ევროპული ინსტიტუციის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს გზავნილები, რომლის კეთილსინდისიერების საკითხის დაყენებასაც 4 ქართული ოპოზიციური პარტია ევროსაბჭოს თხოვს. პოლიტიკური რეალობის სხვადასხვა ინტერპრეტაციები არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა და გადაცემის პირველი ნაწილი სტუმრები არიან ქეთი ცოტნიაშვილი, ნანა დიხამიჯია და იაგო კაჭკაჭიშვილი. მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. იაგო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენგან დავიწყებ. მორგი პოლიტიკური ნებათა ღელვა უკავშირდება სწორედ ეუთოუდირის დასკვნას, რომელიც გარკვეული ინტერპრეტირება მოჰყვა, როგორც ჩანს და რასაც ვხედავთ მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ოპოზიცია სხვაგვარად აღიქვამს, სხვა ხმები აქვს და სხვა დასკვნებს აკეთებს, სხვა დასკვნებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. საინტერესო არის გასცათ თუ არა თქვენთვის პასუხი გარკვეულ საკითხებზე აი ამ დოკუმენტმა და თქვენ როგორ წაიკითხეთ? მოგესალმებით, მაკა, მივესალმები ტელემაყურებლებს. თქვენ მართალი ბრძანეთ შესავალ სიტყვაში, რომ ამ დასკვნას პრაქტიკულად მთელი საზოგადოება ელოდა, ქართული ოცნება, პოლიტიკური ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, მთლიანად საზოგადოება. ამ დასკვნაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა. ეს დასკვნა არსებობს, მათ შორის ამ დასკვნის ქართული თარგმანი არსებობს. ამ დასკვნას საკმაოდ ტექნიკური, საკმაოდ რთული და ტექნიკური ენა აქვს, მაგრამ მაინც შეიძლება იქ ჩვეულებრივ ბრჭყალებში ვამბობ, ანუ არა იურისტმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ამოიკითხოს და მე პირადად, ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი შთაბეჭდილება, მე დამრჩა მოსაზრება და აზრი, რომ ეს დასკვნა არის უმძიმესი არჩევნების სამართლიანობის შეფასების თვალსაზრისით, ჩატარებული არჩევნების სამართლიანობის შეფასების თვალსაზრისით და ის არის ნამდვილად არის დამატებითი არგუმენტი და ძალიან სოლიდური არგუმენტი იმათთვის, ვინც არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობაზე საუბრობს, არჩევნების შედეგების манипуляციაზე საუბრობს და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე აქცენტი დავსვათ, რომელიც ამ დასკვნაში ემოცემული, მაგრამ მე მაინც ერთ რამეს გამოვყოფთი, რომელიც ჩემი აზრით, ჩემი ინტერპრეტაციით არის ფუნდამენტური. შავით თეთრზე წერია ამ დასკვნაში, რომ ადგილი ქონდა ხმის ფარულობის ხშირ დარღვევას. ეს ციტატაა, მე ასე ვთქვათ, პირდაპირ მომაქვს ეს წინადადება ამ დასკვნიდან. ყურადღება მივაქციოთ, აქ არ წერია იშვიათი დარღვევა, ან ზოგჯერ დარღვევა, ან ცალკეული შემთხვევები, ან აქ წერია ხშირი დარღვევა, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ხო რეგულარული დარღვევა. ამაზე უფრო მძიმე რა უნდა ეწეროს დასკვნაში, როდესაც შავით თეთრზე კიდევ ერთხელ ამბობ, წერია რომ ადგილი ქონდა ხმის ფარულობის ხშირ დარღვევას, რაც სხვანაირად ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს არ ქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად გამოეხატათ თავისი აზრი. ანუ არჩევნები, რომელიც არის ადამიანთა თავისუფალი ნების გამოვლინების, ასე ვთქვათ, უპირველესი ასპარეზი, აი ამ თვალსაზრისით, ამ კუთხით ეუთოუდირი ამბობს, რომ იყო ძალიან სერიოზული დარღვევები, ხშირი დარღვევები. ეს უკვე ეს ხარვეზი, ფუნდამენტური ხარვეზი არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობაში ეჭვშევიტანოთ. გარდა ამისა, ამ დასკვნაში ასევე შავით თეთრზე არის ნათქვამი, რომ ადგილი ქონდა ამორჩევლებზე ზეწოლას, ზეწოლის სხვადასხვა ფორმაზეა იქ ყურადღება გამახვილებული, ასევე ადგილი ქონდა არჩევნებამდე მიღებულ არაადეკვატურ ნორმებს, ასე ვთქვათ, იმ
დაჩქარებულად მიღებულ კანონმდებლობას, რომელმაც ხელი არ შეუწყო არჩევნების პროცესის სამართლიანად წარმართვას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი, რასაც ეს დასკვნა ხაზს უსვამს, არის ის, რომ არჩევნების შემდეგ საჩივრების, ანუ საარჩევნო დავების სამართლიანი განხილვის შესაძლებლობა არ არსებობდა. ანუ არჩევნებამდე მიღებული იყო ისეთი კანონები, რომლებიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ჩრდილს აყენებდა, ხოლო არჩევნების შემდეგ, როდესაც უამრავმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ასობით საჩივარი წარადგინა, ამ საჩივრების ჯეროვანი განხილვა არ მოხდა. ანუ ამ საჩივრების პრაქტიკულად ფორსირებულ რეჟიმში უგულებელყოფა მოხდა შესაბამისი სტრუქტურების მიერ, მათ შორის სასამართლოს მიერ, რაც ძალიან სევდიანია. აი ეს არგუმენტები, ერთად დავასრულებ, შეიძლება ეს არგუმენტები უკვე არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ეჭვი შევიტანოთ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობაში. დიახ. კი ბატონო. თუმცა ამავე დასკვნის მიხედვით იგივე თავისუფალი და კონკურენტული გარემოც იყო ნახსენები და ეუთოդირი მზადყოფნას გამოთქვამს ამავდროულად, რომ დაეხმარო საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების შემდგომი პრობლემების გადაჭრაში იმუშაონ მომავალი არჩევნების გასაუმჯობესებლად, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვით. ნიშნავს თუ არა ეს ნაწილი მაგალითად იმას, რომ სადამკვირვებლო მისია არჩეულ ხელისუფლებას აღიარებს როგორც მხარეს თანამშრომლობისთვის და რეკომენდაციების შესრულების ნაწილშიც მათ შორის გეგმავს მათთან თანამშრომლობა. მადლობა, მაკარო, შემახსენეთ ეს ნაწილი კი რასაკვირველია ამ ასე ვთქვათ პოზიტიურ მომენტებზეც არის გამახვილებული ყურადღება. ეს პოზიტიური მომენტი პრინციპში ორ რამეზე დადის. პირველი ეს გულისხმობს იმას, რომ არჩევნების მენეჯმენტი იყო, ასე ვთქვათ, გამართული და მეორე ის, რომ არჩევნები იყო კონკურენტული. მართლაც, რასაკვირველია, აქ არ იღებდა ერთი პარტია მონაწილეობას, არა, აქ 18 პარტია, მე მგონი 18 პოლიტიკური ძალა იღებდა მონაწილეობას და ამიტომ კონკურენტული გარემო ცხადი არსებობდა. ჩემდა სამწუხაროდ კონკურენტული გარემო აბსოლუტურად არ არსებობდა საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც ერთი კანდიდატი იყო წარმოადგენელი. არაკონკურენტულ გარემოზე თუ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებზე შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება. კი, ამ ნიშნით ეს ნამდვილად იყო კონკურენტული, ასევე არჩევნები, აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა, იყო 5 წუთი დაგვიანება, მაგრამ როგორც ჩანს ეს მხედველობაში არ მიიღება, ასევე ბიულეტენები არ დაკლებია. საარჩევნო პროცესს საკმარისი რაოდენობით ფაქტობრივად შენიშვნები არის. ადმინისტრების ნაწილში შესაბამები შენიშვნები, არსებითი შენიშვნები, ყოველ შემთხვევაში ისეთი შენიშვნები, რომელიც ამ ასე ვთქვათ, არჩევნების არჩევნების ადმინისტრირებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა, ასეთი არ მოგვეჩვენა. კი ბატონო, თუმცა შეიძლება იქაც გარკვეულ ხარვეზებზია ყურადღება გამახვილებთ. რაც შეეხება თქვენ შემდეგ შენიშვნას, რომ ეუთოդირმა გამოთქვა მზადყოფნა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აქ როგორც ჩანს ესე იგი, არ ვიცი, ვინ თარგმნა ეს დოკუმენტი ქართულად, ყოველ შემთხვევაში იმ ვარიანტში, რომელსაც ახლა თქვენ წარმოადგენთ, ან რომელიც იყო თქვენ 6 საათიან გამოშვებაში, ასევე უყური ამ გამოშვებას, აქ არ წერია ხელისუფლება, აქ წერია stakeholders. Stakeholders ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს დაინტერესებული მხარეები. ეუთოդირს არ უწერია რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლებს რეკომენდაციების გამოსწორების თვალსაზრისით. მას უწერია დაინტერესებულ მხარეებთან და დაინტერესებული მხარეები ცხადია საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ჰყავს და საბედნიეროდ რომ ჰყავს. იაგო, როდესაც საუბარი არის დასკვნებზე და შენიშვნებზე და ხარვეზებზე, აუცილებლად რომ იყოს თქვათ თქვენი ოპონენტი სტუდიაში მოიშველებდა ასეთ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნას. წინასწარს და იგივე მოლდოვაში, სადაც ასევე წერია, რომ საარჩევნო კამპანიისას აღინიშნა დეზინფორმაციის ძალადობის შემთხვევები, ჟურნალისტების დაშინების და შევიწროების მზარდის შემთხვევები. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, რომ ზოგიერთ იურისდიქციაში საარჩევნო ადმინისტრატორებს ხშირად არ ჰქონდათ სათანადო უნარები და ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა დინამიური ჰიბრიდული საფრთხეების შესამცირებლად. მოლდოვას რაც შეეხება, მოქმედი პრეზიდენტი სარგებლობდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, თუმცა მნიშვნელოვნად
ნაკლებად, ვიდრე პირველ ტურში, ისევე როგორც მედიის მხრიდან დაუბალანსებელი გაშუქებით დასკვნის თანახმად ეს არ იძლევა თანაბარ შესაძლებლობებს ორივე კანდიდატისთვის უცხოური ჩარევითა და ხმების მოსყიდვის სქემით წარმქმნილი გამოწვევები კვლავ არსებობდა მეორე ტურშიც. და დაკვირვების ქვეშ მყოფი საარჩევნო უბნებზე ასევე ადგილი ჰქონდა ამორჩეულთა თვალთვალის მოლდოვის დასკვნა უნდა წავიკითხოთ, იქნებ მაშინ ახლა წავიკითხოთ მაშინ EUTOS დასკვნა. და შევადაროთ ერთმანეთს, ამაზე თუ უნდა დავხარჯოთ ეს 10 წუთი,იანად წავიკითხოთ, მაშინ წავიკითხოთ ხალხს ზუსტად. მაგრამ ახალი არჩევნები, როგორც ესეთი გნებავთ, ნანა თქვენ გააგრძელეთ, როგორც ესეთი არჩევნები. მე უპასუხებ თუ შეიძლება, მე უპასუხებ და შემდეგ სიამოვნებით მიცემ სიტყვას ქალბატონ ნანას დაამატოს ან განავრცოს. რას თქვენ წაიკითხეთ ახლა თავის შინაარსით? არის გაცლებით ესე იგი მსუბუქი ვიდრე ის რაც წერია EUTOS დასკვნაში. ანუ სიმძიმის ხარისხი უნდა შევადაროთ. არც ერთი არჩევნები არ ტარდება იდეალურად. საქართველოს ჩატარებულ ყველა არჩევნებს, ისევე როგორც სოფლიოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს, EUTOS უძებნის გარკვეულ ხარვეზებს, ოღონდ აქ ლაპარაკია ხარვეზების სიმძიმეზე, აქ ლაპარაკია ხარვეზების რაოდენობაზე და ხარვეზების ხარისხზე. უხარვეზო არჩევნები ეს ცოცხალი პროცესია. ეს ცოცხალი პროცესია, რომელშიც არის უამრავი აქტორი ჩართული, ხო? ჯერთი მილიონობით ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური პარტიები, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელმწიფო შეუძლებელი აქ ხო რობოტები არ იღებენ მონაწილეობას, აქ იღებენ მონაწილეობას ცოცხალი ადამიანები, ემოციებით, განცდებით, მოსაზრებებით და ასე შემდეგ. ამიტომ უხარვეზო არჩევნები არ არსებობს. თქვენ მაკა ესე იგი გასაგებია რომ მოიტანეთ, მაგრამ ტყუილად მოიტანეთ ეს დასკვნა, იმიტომ რომ უხარვეზო ამაზე ხო თან ხვდებით, რომ უხარვეზო არჩევნები არ არსებობს. თქვენ უნდა შევადაროთ ერთმანეთს ხარისხი ხარვეზების. არა, იცით რა, რას თქვენ ახლა წაიკითხეთ, ეს არ ჩანდა უფრო მძიმე, ნამდვილად აშკარად არ ჩანდა უფრო მძიმე ვიდრე EUTOS დასკვნა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. მაგრამ მოდით ამას თავი გავანებოთ ერთ წუთას და მე მაინც მინდა მივაქციო ყურადღება უკაცრავად ორ წუთს დავიკავებ კიდევ, იმიტომ რომ ესეც სამარჩევნების კონტექსტს ეხება. მე წამოსვლის წინ ზუსტად, როდესაც თქვენ ეთერში მოვდიოდი, ვნახე დასპონსორებული თუ არ ვიცი რა ქვია, ესე იგი დასპონსორებული პოსტი შალვა პაპუაშვილის, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ჩემთვის სრულიად სამწუხაროდ, იმიტომ რომ აქ საკმაოდ მაღალი რანგის ფიგურაზეა ხო ლაპარაკი. მოდი ასე ვთქვათ, ჯერჯერობით დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე, იმიტომ რომ ამ არჩევნების შედეგები არ უღიარებია არც ერთ ვთქვათ დემოკრატიის მაღალი დონის მქონე ქვეყანას, არა? 5 პუნქტს გამოყოფს, ახლა 5-ვე პუნქტზე ცხადი არ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ თითქოს მომაკვდინებელი არგუმენტები მოყავს ბატონ შალვას იმისთვის, რომ EUTOS მიერ არჩევნების შედეგების ცნობის ფაქტი გაამართლოს. არა და ეს ასე არ არის, მაგალითად ძალიან მარტივ და ჩემდა სამწუხაროდ დემაგოგიურ მინიშნებას გაუსვამ ხაზს, რაც შალვა პაპუაშვილის წერილში წერია, ის წერს, რომ გაცამტვერდა ერთი პირადობით 17 ჯერ მიცემული ხმის მითი. ნუ მთლად ზუსტი ციტატ შეიძლება არ არის, მაგრამ ერთი პირადობით 17 ჯერ ხმის მიცემა ნამდვილად წერია. ვინ თქვა, რომ ერთი პირადობით 17 ჯერ აძლევდნენ ხმას? აქ პირიქით ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ერთი ადამიანი 17 პირადობით აძლევდა ხმას და არა ის, რომ ერთი პირადობით 17 ჯერ ხდებოდა ხმის მიცემა. ხო, სიტყვების თამაშია თითქოს, რომელსაც დაუკვირვებელი უფრო სწორედ მკითხველი ვერ მიხვდება, მაგრამ ჩვენ ხო ხვდებით, რომ ამ ორ რაღაცას შორის, ამ ორ წინადადებას შორის პრინციპული განსხვავება არ მეთანხმებით, მაგრამ ესე იგი, სად ერთი ადამიანი რო 17 ჯერ აძლევს ხმას და სად ის, რომ ერთი პირადობით ხდება ერთი ადამიანი 17 პირადობით აძლევს ხმას და სად ის, რომ ერთი პირადობით ხდება 17 ჯერ ხმის მიცემა. აქ იყო ლაპარაკი სწორედ იმაზე, არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა იყო ის, რომ ადამიანები შეიარაღებულნი იყვნენ, ერთი და იგივე ადამიანები შეიარაღებული იყვნენ სხვადასხვა პირადობებით და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა პირადობით ხმის მიცემის. შემდეგ ერთსაც ვიტყვი და შემდეგ მოკლედ ვიტყვი, ესე ჯერთი ამ თითქოს ვთქვათ მომაკვდინებელ არგუმენტებში შალვა პაპუაშვილი ლაპარაკობს იმაზე, რაც არ წერია დასკვნაში. კაცო, იმაზე ელაპარაკე, რაც წერია დასკვნაში. ხო, იმას გააკეთე აქცენტი, იმ ძალიან მძიმე
ბრალდებებზე, რასაც ეუთოუდირი უყენებს, რაც არ წერია და შენ გინდა რომ ეწეროს, ეს რა არგუმენტია დავისთვის? ეს არანაირი არგუმენტი არ არის დავისთვის. აი ის ლაპარაკობს რომ მაგალითად არაფერი არ წერია 300,000 ხმაზე და ის ამბობს რომ არც ასე ვთქვათ პირდაპირ მინიშნება ამაზე და არც ირიბი მინიშნება არ არის ამაზე. აი კი ნამდვილად ცდება და ეს დემაგოგიის ნაწილია. კი და ეხლა გეტყვით აი რა ირიბი მინიშნება შედეგები იქ და დიახ და ეხლა გეტყვით რა ირიბი მინიშნება ამ თუნდაც 200,000 თუ 300,000 ხმაზე. ჯერთი ამ დასკვნაში წერია რომ არ მიეცათ წერია ეს ამ დასკვნაში და ეს სხვა შორის გამიკვირდა მე, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის და მათ შორის გახარიას პარტიამ დააყენა ეს პირველ რიგში, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა გადაამოწმონ საკუთარი მონაწილეობა არჩევნებში. როდის და სად მისცეს ხმა არჩევნებში. ეს წერია ამ დასკვნაში. არ ვიცი თქვენ მიაქციეთ თუ აყურადღება. მიაქციეთ მაგა ამას ყურადღება. ყველაფერს მივაქციებ. აი ეს წერია ამ დასკვნაში, რომ ადამიანებს არ მიეცათ ამის შესაძლებლობა, რომ გადაამოწმონ საკუთარი თავი. ეს არის ნამდვილად ირიბი მინიშნება იმაზე, რომ ასე ვთქვათ, გაცილებით ბევრი ხმა არის გაყალბებული და მეორე ასევე ამ დასკვნაში წერია ის, რომ რაც უკვე ვახსენე პრინციპში და ამას დიდ დროს არ დავხარჯავ, საარჩევნო დავების სამართლიანი გზით განხილვის შესაძლებლობა არ არსებობდა. ანუ ეს ბრალდება, რომ ადამიანები, ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა პირადობებით აძლევდნენ ხმას, იყო საჩივრების ნაწილი, მაგრამ სასამართლომ ამას ყურადღება არ მიაქცია და ამ საჩივრების სამართლიანი განხილვა არ მოხდა. ასე რომ ირიბი მინიშნება არსებობს ამ დასკვნაში ყველა იმ არგუმენტის, რომელსაც ოპოზიციური საზოგადოება უყენებს არჩევნებს. როდესაც საუბარი არის მტკიცებულებებზე, კიდევ ერთხელ გამეორდები, შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს მოგვიტანოს მტკიცებულებები, თქვენც თუ გაქვთ გადმოგცეთ მტკიცებულებები და ჩვენ მას პირდაპირ ეთერში ვაჩვენებთ. აკა კიდე ერთი, ეს რო არ თქვა არ შეიძლება. ეს რო არ როგორ უნდა მოვიტანოთ აქ მტკიცებულებები? 1200 საჩივარი არის შეტანილი, ყველა თავისი მტკიცებულებებით გადაგზავნილია. რა თქმა უკაცრილებების გადმოცემის ნაწილში? ანუ როგორ წარმოგიდგენთ აი აქ მტკიცებულებების მოტანილი. რა თქმა უნდა აქვს და რა თქმა უნდა ბევრი ვიდეო არსებობს და რა თქმა უნდა შეგროვილია ეს. გუშინ ხო, მაკა გუშინ ხო იყო თქვენთან ქაოტო ნინოდოლიძე, რომელიც არის ისფედის დირექტორი. მას ხო ქონდა მოტანილი ეს. ზუსტად ამ ეთერში ხო ქონდა მოტანილი. თქვენ ალბათ წარმოგიდგენთ თუ დამიცვით. არ გინახავთ გუშინდელი. კი, ვუყურებ. წარმოგიდგენთ ყველაფერს რომ შემოგთავაზოთ იმ ორგანიზაციამ, რომელიც აგროვებს. იქვე წარმოადგენა ნანა. არ ვაგროვებთ მტკიცებულებას. თქვენც თუ გაქვთ, არა, ამ შემთხვევაში არასამთავრობოებს და ოპოზიციურ პარტიებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა მოვმართოთ, უნდა მივმართოთ იმას. კი ბატონო, მათ მიმართ. ასევე ნანა, არ ვიცი მიაქციეთ თუ არა ყურადღება 6%-ში დადასტურდა ხმის გაჟონვა. და 24-ში არის ჯამურად. 24-ში არის ჯამურად, კი ბატონო. ეხლა ნახეთ, ბიულეტენები ხო ერთი და იგივე ხარისხის იყო. შეუძლებელია რომ ის 24%-ში და იქ რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, 24%-ში როგორ შეიძლებოდა გაეჟონა ბიულეტენს, რომელიც ჩათვალა სხვა შორის ხმის ფარგლობის დარღვევად ეუთოოდირმა და არ გაეჟონა დანარჩენსი. ხარისხი ბიულეტენის ხო ერთ და იგივე იყო. და მარკერებიც ერთი და იგივე იყო. ნანა, ეუთოოდირის საბოლოო ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კამპანიაში, საჯაროდ მართავდა კონსულტაციებს ოპოზიციასთან, წინასაარჩევნო კოალიციებისა და მთავრობის შემადგენლობის შესახებ, რითაც პოტენციურად მოქმედებდა სახელმწიფო ინსტიტუტების შორის ნეიტრალური არბიტრის მანდატის ფარგლებს გარეთ. ეს ჩანაწერი ადასტურებს თუ არა თქვენთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი გასცდა ამ შემთხვევაში კონსტიტუციურ ნორმებს. არა, რა თქმა უნდა, არ ადასტურებს. ეს არის რომ როგორც წერია ზუსტად ისე არის რომ ის გასცდა, იმიტომ რომ აი ასეთი პოლარიზებული გარემო იყო და სხვა გზა არ იყო, ის გასცდა, მაგრამ იმავე დროს, ანუ თუ ვახსენებთ სალომე ზურაბიშვილს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ უამრავი აი ფუტნოტებს რო ჩახედოთ, პირდაპირ არის მითითებული, სად რა გამოიყენა, აი პირდაპირ ფაქტებით არის მითითებული, სად რა გამოიყენა ხელისუფლებამ იმ დროს ლეგიტიმურმა, უკვე არალეგიტიმურმა, როგორ გამოიყენა მთელი თავისი ზეწოლის მექანიზმები, მათ შორის სოციალურად დაუცველებზე და ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფებზე, როგორ გამოიყენა დაფინანსები, როგორი არა ის იყო, არათანაბარი იყო დაფინანსების მექანიზმები, როგორი არათანაბარი იყო მედიის გამოყენება. ამისი, ოღონდ ეს ნახსენები, აი თქვენ ხო ახსენებთ ახლა რაღაცას, ეს არის მე მგონი ერთ ადგილას სულ ნახსენები. ხელისუფლების მიერ თავისი მანდატის გადაჭარბება, თან ძალიან მძიმედ გადაჭარბება, არის ნახსენები, მე მგონი დაახლოებით 15 ჯერ თუ 20 ჯერ ამის ანალიზი მარტივად შეგიძლიათ
მაგალითად ChatGPT-ს უთხრათ, რომ გაგიკეთოთ ამისი ანალიზი. ანუ ამას თუ შევადარებთ, რა თქმა უნდა შევადაროთ სიმძიმე ერთმანეთის, ახლა ჩვენ ორივე განათლების ექსპერტები ვართ და დაახლოებით აი ესეთ შეფასებებს წერთ ხოლმე პროგრამებზე, უნივერსიტეტებზე. და ზუსტად აი ამას უნდა შეხედოთ, ანუ უნდა შეხედოთ იმას, თუ რაღაცა როგორ არის მაგალითად ისე ნახსენები, რომ ეს შეიძლება რჩევაში გავიდეს და რა არის იმდენად მძიმედ და იმდენჯერ ნახსენები, რომ ეს უნდა გავიდეს რეკომენდაციებში. ის რომ უნივერსიტეტები და სტუდენტები ზოგადად მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში, ეს არ ახალი არის და ბუნებრივია რომ ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ გარკვეულ უნივერსიტეტებში მაგალითად შეჩერებულია სწავლის პროცესი, საინტერესოა პოლიტიკა და უნივერსიტეტები ერთ კონტექსტში რომ განვიხილოთ ამ შემთხვევაში არიან განათლების პოლიტიზება, რამდენად ხდება, რამდენად მისაღებია, რამდენად ზარალდება განათლება პოლიტიკით, რა ფორმით, რა დოზით არის დასაშვები, რა ფორმით და დოზით არ არის დასაშვები და თქვენთვის რა ფორმებით არის მისაღები. დრო რო დავსვათ, გასაგებია. უბრალოდ ერთი რაღაცა რახან გადავდივართ განათლებაზე, მინდა აუცილებლად დავამატო აი ამ არჩევნების თემას. პაპუაშვილი, მე მგონი პაპუაშვილი ახსენებდა თუ არ ვცდები ასევე ემიგრანტებს, რომ არ არის ნახსენებიო, ემიგრანტები არ არის ნახსენებიო. მე თვითონ ამერიკაში ცხოვრობდა ესე ჩამოვდივარ ხოლმე აქ საგანმანათლებლო პროექტებისთვის და ძალიან კარგად ვიცი ამ ემიგრანტების პრობლემა. ჯერ ერთი ეუთო იქ არ აკვირდება და საერთოდ არ არის ეს ეუთოს მანდატი რომ უცხოეთში უბნების შესახებ, მაგრამ აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა და ესეც არის ცნობილი, იმიტომ რომ მარტივად შეგვიძლია შევადაროთ. მაგალითად, მოლდოვამ გახსნა დაახლოებით 230 თუ არ ვცდები უბანი უცხოეთში, საქართველოს გახსნა 60 და ჩემთან პირადად ჩემს ოჯახს, როცა მე აქ ვიყავი დამკვირვებლად ჩამოსული, ჩემს ოჯახში პირადად იყო ჩამოსული ადამიანი, რომელმაც დაახლოებით $1000 გადაიხადა და 2 დღე დახარჯა იმისთვის, რომ არჩევნებში ხმა მიეცა. და ეს რომ ჩვენ რიცხვებით ვილაპარაკოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ მაღალი იყო ემიგრანტების აქტივობა და სინამდვილეში თუ შევადარებთ ჩვენ საქსტატის და სამოქალაქო რეესტრის, ანუ აი ამ CESCO-ს რიცხვებს თუ შევადარებთ, მინიმუმ 600,000 ამომრჩეველი არის უცხოეთში. აქედან მხოლოდ 95,000-მა მოახერხა დარეგისტრირება და ამ 95,000-დან მხოლოდ 35,000-მა მოახერხა ხმის მიცემა, იმიტომ რომ არ გაიხსნა უბნები იქ, სადაც უნდა გახსნილიყო, ადამიანებს უწევდათ ძალიან დიდი დროის და ფულის დახარჯვა იმისთვის, რომ ჩასულიყვნენ ხმის მისაცემად და მაგალითად ნიუ-იორკში, რიგში ცუდად ხდებოდა ხალხი, დაამთავრეს ღამის 3 საათზე ხმის მიცემა და ფაქტობრივად ვიღაცებმა ვერ მისცა, ანუ ჩამოვიდა ადამიანი, გამოყო ერთი დღე, იმისთვის ჩამოფრინდა სხვა შტატიდან, ფიქრობდა რომ 1 საათში მისცემს ხმას და წავა უკან და იქ მოუწია 10 საათიანი რიგი. და ეს ამაზე საჩივრები კიდევ იწერება და ივსება, ეს კიდე ცალკე მოხდება ეს ამბავი, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენლად, აი მთელი ამ ემიგრანტების, რომლებიც საქართველოს, რომლის ხარჯზეც ცხოვრობს ნახევარი საქართველო, ფაქტობრივად ვერ მიიღეს მონაწილეობა, იმიტომ რომ 600,000 და 35,000 ეს არაფერი არ არის ერთად. ფაქტობრივად არ მისცა CESCO-მ საშუალება, რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა ამ ქვეყნის არჩევნებში. ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ განათლებაზე. განათლება თავისთავად არის პოლიტიკის ნაწილი. არ არსებობს განათლება პოლიტიკის გარეშე და პირიქით არ არსებობს პოლიტიკა განათლების გარეშე. არ ვიცი რას ნიშნავს საერთოდ განათლების პოლიტიზირება, შეიძლება ვილაპარაკოთ განათლების გაპარტიულებაზე და ეს ამას მუდმივად ვხედავთ, მაგალითად და ეს არ დაუწყია რა თქმა უნდა ამ ხელისუფლებას, ეს წინა ხელისუფლებამ სადღაც შუაში თავის მეორე იმაზე დაიწყო, უკვე როდესაც მეორეჯერ მოვიდა ხელისუფლებაში, დაიწყო სკოლების გამოყენება ძალიან აქტიურად, ბაღების გამოყენება, მასწავლებლების გამოყენება და ეს პირდაპირ შეგიძლიათ ნებისმიერ მასწავლებელთა ჯგუფში შეამჩნიოთ განხილვებზე, ამისი ფაქტებიც არსებობდა, როგორ ეგზავნებათ მასწავლებლებს. მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, ნანა, რომ ეს მეორე კიდე შემდეგი ტემზე დავამთავრებ, ხო? კი, რა თქმა უნდა. ხო, შეკითხვა და მინდა რომ სრულად გაგცეთ. არ დამიმთავრებია და მინდა რომ სრულად გაგცეთ პასუხი. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, აქაც ზუსტად იგივე რაღაც ხდება, ანუ პოლიტიზირებაც არ ვიცი ამაზე, ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს ზეწოლა. ჩვენ ეს არ არის რაც ახლა დაიწყო, მაგალითად და ილიაუნის შემთხვევა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევა, რომელსაც ძალიან უცნაურია და მონიტორინგით მისცეს ავტორიზაცია იმ დროს, როცა ბევრად უარეს უნივერსიტეტებს ზუსტად ერთი თვის განმავლობაში მისცეს სრული ავტორიზაცია, მაგრამ ეს კიდევ დაიწყო შავი ზღვის უნივერსიტეტის დროს, როდესაც შავი ზღვის უნივერსიტეტს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერდოღანს ჰქონდა ასეთი მოთხოვნა, შეუჩერეს ერთი წლის სტუდენტების მიღება და ძალიან დააზარალა ამან შავი ზღვის უნივერსიტეტი. ანუ გაპარტიულება განათლების ნიშნავს, რომ სახელისუფლება, ასე ვთქვათ, შტო იყენებს აკრედიტაციის და ავტორიზაციის ინსტრუმენტებს
და უკვე ამას დაემატა უცხოელი სტუდენტების მიღების ინსტრუმენტები იმისთვის, რომ უნივერსიტეტებზე მოახდინოს ზეწოლა და პირველ რიგში თუ ჩვენ ვლაპარაკობთ განათლების ზიანზე, პირველ რიგში აი ამისგან უნდა გავათავისუფლოთ განათლება. და ზუსტად ეს რეალურად იმას ებმება, რაზედაც ქეთიმ უნდა ისაუბროს, აი ამ ექარის ნაწილზე, იმიტომ რომ სწორედ განათლების აი ასეთი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან განათლებაზე ხორციელდება ხარისხის ცენტრის საშუალებით და სწორედ ეს არის პრობლემა, რაც ხარისხის ცენტრს დაუდგა. კი ბატონო, ქეთი ექარის გადაწყვეტილება და ამასთან დაკავშირებით გითხავთ იმისთვის, რომ დრო დავზოგოთ. გახდა კიდევ ერთი დავის საგანი და რომლის გასაჩივრებასაც რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი განცხადებებიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უახლოეს პერიოდში გეგმავს. თქვენ გაქვთ გარკვეული შენიშვნები, გარკვეული რეკომენდაციები და ამავდროულად ხედავთ გარკვეულ რისკებს. აი ამასთან დაკავშირებით რომ გვესაუბროთ და უფრო ვრცლად რომ აუხსნათ მაყურებელს. მე ვეცდები რომ მაინც მოკლედ ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან ვრცელი თემაა. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ექარის რეესტრში რეგისტრაციის წევრობა ჩვენ მივიღეთ 2019 წელს, მას შემდეგ რაც დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიური მუშაობა და რეფორმა მიდიოდა ამ საკითხთან დაკავშირებით და უნდა აღინიშნოს, რომ ექარის წევრობა ნიშნავს იმას, რომ ქართული საგანმანათლებლო სივრცე აკმაყოფილებს ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს და ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ბოლონიის პროცესის ინსტრუმენტი და ამასთან ერთად ეს იყო ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. და 2019 წელს ამ წევრობის მიღების შედეგად ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში მიღებული განათლების აღიარების პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად გამარტივდა და ასევე ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა თვლიანად საგანმანათლებლო სივრცის რეპუტაცია. მაგრამ როდესაც აღიარებაზე ვსაუბრობ, ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოყვა ამ საკითხს და კიდევ ერთხელ უნდა განმარტო, იმიტომ რომ ეს არ ნიშნავს, რომ 2019 წლამდე არ აღიარდებოდა, ან ეხლა რადგან ჩვენ შეგვიჩერდა ექარის წევრობა, ეხლა აღარ აღიარდება, ეს ამას არ ნიშნავს, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ექარის წევრობა მნიშვნელოვნად ამარტივებს აღიარების პროცესს. იმიტომ რომ აღიარების პროცესში აუცილებლად მოწმდება სხვადასხვა ქვეყნების მიერ კონკრეტულ ქვეყანაში გაცემული დიპლომი ან კრედიტები როგორი სისტემით არის შეფასებული, ანუ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა როგორ მუშაობს. ექარის წევრობა სწორედ ამას ნიშნავდა, რომ ეს ქვეყნები, რომლებიც ასევე არიან ექარის წევრები, ამოწმებენ, არის თუ არა ესა თუ ის ქვეყანა მისი წევრი და უკვე ენდობიან, რომ ის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელთაც ის მუშაობს, შეესაბამება სტანდარტებს. 2019 წლამდე, როდესაც ხდებოდა აღიარება, სხვადასხვა ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდნენ ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში და ეს ასევე უკავშირდებოდა საკმაოდ გრძელ პროცედურას, იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყნის სააგენტოებს ჩვენი სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის უბრალოდ ითხოვდნენ სხვადასხვა დოკუმენტებს, მათ შორის პროგრამის აღწერას, სილაბუსს და ასე შემდეგ, რაც საბოლოოდ შესაძლებელია, რომ დამდგარიყო მისი აღიარება, მაგრამ ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ეს განათლება არ აღიარდა. და ექარის წევრობის შემთხვევაში ეს ნიშნავდა თითქმის ავტომატურ აღიარებას. გაიოლებულება. ძალიან მნიშვნელოვნად გამარტივდა ეს პროცესი. ავტომატური ნიუანსი ამ შემთხვევაში ხელმისაწვდომი ეს აღარ არის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გადავდივართ იმაზე უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ვიყავით 2019 წლამდე. ხო, იმიტომ რომ 2019 წლამდე ჩვენ არ გქონდა ეს წევრობა მიღებული, თუმცა ეხლა მიზეზი რომ გითხრათ რა იყო? კი, აი ამასაც დავასრულებ და მიზეზებზეც გადავალ. ეხლა უკვე, როდესაც სააგენტოები ხედავენ, რომ სტატუსი არის შეჩერებული, ეს ნიშნავს, რომ ხარისხის ცენტრმა დაარღვია მნიშვნელოვანი სტანდარტები და შესაბამისად ისინი ვეღარ ენდობიან აქაურ საგანმანათლებლო სისტემას, რაც ნიშნავს, რომ ეს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს დააწყვებათ იმ ტვირთად, რომ მათ უნდა წარადგინონ ძალიან ბევრი დოკუმენტი და ასევე სხვადასხვა სააგენტოები ითხოვენ დამატებით თანხას, იმიტომ რომ ეს მათთვის არის დამატებითი სამუშაო პროცესი. რაც შეეხება მიზეზებს, ამისი მიზეზი არის, როგორც აღნიშნეთ, აი ამ სტანდარტების დარღვევა, რომლის თავიდან აცილებაც უნდა თავიდანვე ვთქვა, რომ ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი. თუმცა სამწუხაროდ, აი რაღაცა სისტემაში ხარვეზის და გარკვეული ადამიანების უპასუხისმგებლობას უნდა დავუკავშიროთ პირდაპირ ეს საკითხი. სტანდარტები დაირღვა, უფრო მეტად გასაგები რომ იყოს. კი ბატონო, მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელიც დაირღვა, ეხება განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრის
ცენტრის დამოუკიდებლად ფუნქციონირებას და ეს პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ განათლების ხარისხის ცენტრმა თავისი შეფასების პროცესი, ანუ ავტორიზაცია და აკრედიტაცია უნდა განახორციელოს ყოველგვარი მესამე მხარის თუ პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად. ჩვენ შემთხვევაში ეს პირდაპირ რაც წერია უკვე 2024 წლის დასკვნაში არის ის, რომ ეს სტანდარტი არის შეუსაბამო და ამისი მიზეზი არის ის, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ ENKAS და EKAR-ის წევრობა, განათლების ხარისხის ცენტრის დირექტორი ამავდროულად იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხი 2019 წელს, როდესაც ცენტრმა გაიარა პირველი შეფასება, ამ დროს უკვე დაფიქსირდა, თუმცა მოგცეს გარკვეული დათქმა იყო, რომ შემდეგი შეფასებისთვის ეს ხარვეზი უნდა გამოსწორებულიყო და ეს შეფასება ხდება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ისე რომ ეს არც სამინისტროსთვის და არც ცენტრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. და ასევე როდესაც დისტანცირება უნდა მოხდეს მარტივყოფით ენაზე, რომ ვთქვათ ამ შემთხვევაში ცენტრის და სამინისტროს და ზოგადად პოლიტიკისგან და პოლიტიკოსებისგან. და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს როდესაც განათლების ხარისხის ცენტრი საუბრობს იმაზე, რომ დებულება შეიცვალა, რომლითაც ვთქვათ მინისტრის მოადგილე ვეღარ გახდება ხარისხის ცენტრის დირექტორი, ეს ცვლილება პირველად არ მოხდა. 2021 წლამდე დაახლოებით ზუსტად ასეთი რეგულაცია იყო, რომ მინისტრის მოადგილე ვერ გახდებოდა ცენტრის დირექტორი, თუმცა 2021 თუ 22 წელს ზუსტად არ მახსოვს, ეს დებულება კვლავ შეცვალეს და ჩაიწერა, რომ უკვე შეეძლო ისე მინისტრის მოადგილეს გამხდარიყო ხარისხის ცენტრის დირექტორი. ანუ მაშინ, როდესაც ხარვეზზე პირდაპირ იყო მითითება, გააუარესეს ეს მდგომარეობა იმისთვის, რომ როგორც ჩანს კონკრეტულ ადამიანებზე ხდება სისტემის მორგება, თორემ ეს არ უკავშირდება პირდაპირ რაღაცა მაღალი კვალიფიკაციის ადამიანების ყოფნა სისტემაში. ცენტრის უფრო მეტი კონტროლისთვის. ნანა. ანუ არენდობიან ამ შემთხვევაში თავისუფალ ადამიანებს და სჭირდებათ პარტიული ადამიანები კონტროლისთვის. ნანა, გამოსავალი მაინტერესებს. პოლიტიკისგან, პოლიტიკოსებისგან, სამინისტროსგან დისტანცირება იქნება თუ არა გამოსავალი გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით ცხადია, თუ კი ეს ცვლილებები მოხდება. ან ზოგადად გამოსავალს რაში? ანუ რეკომენდაცია ეს არის, რომ ეს უნდა შეიცვალოს, უნდა აღარ იყოს პარტიული ზემოქმედება, აღარ იყოს და ხელისუფლების ზემოქმედება არ ან იყოს. დამატებით რეკომენდაციები ხომ არ გაქვთ ამ მიმართ? ამაზე შემიძლია პრინციპში მე დავამატო, რომ მაგალითად დღევანდელ განცხადებაში განათლების ხარისხის ცენტრის და სამინისტრომაც რაც გამოაქვეყნა, იქ ეწერა, რომ ისინი აპირებენ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. თუმცა ეს არა და ეს 20 დღე აქვთ გასაჩივრებისთვის. თუმცა ეს გასაჩივრება ჩემი აზრით ამას დღეს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ის ცვლილებები, რომლებსაც გულისხმობს რეალურად აი ამ კონტროლისგან გათავისუფლებას ძალიან სიღრმისეულ და საფუძვლიან ცვლილებებს საჭიროებს. და მეორე საკითხი, რომელიც ძალიან მძიმედ იყო ასევე ამ დასკვნაში მითითებული, უკავშირდება ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, იმიტომ რომ ისინი, აი როგორც ნანა მახსენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში ექსპერტების შეფასებებს ცვლიან, ისე რომ არანაირად არ ასაბუთებენ რის საფუძველზე მოხდა ეს ცვლილება. ანუ გარკვეულ შემთხვევებში ხდება ამ შეფასების მომატება, გარკვეულ შემთხვევებში დაკლება. და ეს ხშირად სხვათა შორის კერძო ინტერესებსაც უკავშირდება ხოლმე, არა მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს. ეს არის სწორედ დამოუკიდებლობის დაკარგვა. ანუ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ეს პრობლემა როგორ უნდა აღმოიფხვრას? საბჭოებთან დაკავშირებით. კი, ანუ საბჭოებთან დაკავშირებით დაიწყოს იმითი, რომ მაგალითად ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოებში ადამიანების შერჩევის პროცესი უნდა იყოს ღია, უნდა იყოს და უნდა იყოს ეს დამოუკიდებელი. შეგიძლიათ ძალიან მარტივია, მაგალითად რომელიმე ჟურნალისტმა მოითხოვოს ხარისხის ცენტრიდან ვის ჰქონდა გაგზავნილი ვის რომელმა უნივერსიტეტმა ვინ წარადგინეს ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოებში, როგორი იყო მათი კვალიფიკაცია და როგორი კვალიფიკაციის ხალხი არის შერჩეული და რატომ არის ეს ხალხი შერჩეული. ანუ ამის გამოძიება ძალიან მარტივია. ეხლა მე არ მინდა რომელიმე კოლეგა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო, მაგრამ ყველას შეუძლია რომ შეადაროს ეს კვალიფიკაციები, შეუძლია შეადაროს მათი წინა მოღვაწეობა და ამის მიხედვით ეხლა ყველა ჩვენ სფეროში ყველამ ვიცით ვინ არის დამოუკიდებელი ექსპერტი.
ვის არეშინია ხმის ამოღების, იგივე მაგალითად ილიას შემთხვევით. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რასაც არ უნდა ემხრობოდა, როდესაც ესეთი კრიტიკული სიტუაციაა და გამონაკლისი და უცნაური ამბავი ხდება და ბევრი კითხვა, როგორ შეიძლება რომ ამ დროს არ იღებდნენ ხმას ავტორიზაციისა და აკრედიტაციისა, არ მიდიოდნენ ჟურნალისტებთან ინტერვიუს არ აძლევდნენ. ხო თუნდაც ემხრობოდნენ საბჭოს გადაწყვეტილებას, ხო თავისი მაშინ ხო უნდა დააფუძნონ თავისი გადაწყვეტილება, ხო რაღაცაზე. მაგრამ ან ის საბჭოს წევრები, რომლებიც არ ესწრებოდნენ ვიღაცებმა ეს მოახერხეს, რომ რაღაცა მეორე მხარესთანაც რომ არ გაშავებულიყვნენ, არ დაესწრნენ ამ საბჭოს, თუნდაც მათ, ანუ ეს ხო პროფესიული მოვალეობაა, როდესაც რაღაც გადაწყვეტილების მიღება ხდება, შემდეგ შეგძლოს ამ გადაწყვეტილების დაფუძნება და აი იქიდან იწყება მთავარი პრობლემა, როგორ ხდება ამ საბჭოებში შერჩევა, აი ამ საბჭოს წევრების შერჩევა როგორ ხდება. ძალიან მოკლედ დავამატებ ამ საბჭოების საკითხს რეგულაციაში ალბათ ისევ 2021-22 წლამდე აკრძალული იყო ის, რომ საბჭოს წევრი ყოფილიყო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის წარმომადგენელი და ამაში გულისხმობ რექტორს, ვიცე-რექტორს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებს. და ეს არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი, იმიტომ რომ როდესაც საბჭოში არიან წარმოდგენილები უნივერსიტეტის რექტორები, ეს არის პირდაპირი კონკურენცია და გარკვეული ინტერესები აქვთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საბჭოები გადაწყვეტილებას ასევე იღებენ სტუდენტების კონტინგენტის გაზრდასთან დაკავშირებით და სტუდენტების რაოდენობების განაწილება პირდაპირ არის დაკავშირებული განსაკუთრებით კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში შემოსავლებთან, ისე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვან ინტერესთა კონფლიქტს ქმნის და ასევე საბჭოს ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი, რაც ასევე არის პრობლემური. კი ბატონო, გასაგებია. დრო საკმაოდ ცოტა არის. იაგო, თქვენც რომ ჩაერთოთ საუბარში, ბოლო შეკითხვა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ნაწილზე გადმოვალ თქვენთან. 29 დეკემბერს არის ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ლეგიტიმური არის მხოლოდ ის 29 დეკემბრის შემდეგაც. თქვენ როგორ ხედავთ პროცესებს, საინტერესოა 30 დეკემბრიდან მაგალითად. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ დატოვებს პოსტს და ის იქნება პრეზიდენტი ამის შემდეგაც. სადამდე მივდივართ და რა მოცემულობის წინაშე? იცით რა, აკა ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი არ ამბობს, რომ ის არ ლეგიტიმური პრეზიდენტი. ოპოზიცია ამბობს და საზოგადოების პოლიტიკური ოპოზიცია, რასაკვირველია, ამას ამბობს ერთხმად, არა მხოლოდ ბარიერ გადალახული ოპოზიცია, არამედ სხვაებიც და რაც თავარია, ამას ამბობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მოდი ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოება ან საზოგადოების ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ყოველ დღე განგრძობით და დაუღლელად არაჩვეულებრივი ენთუზიაზმით, დგას რუსთაველის გამზირზე და ითხოვს, დემოკრატიას, ითხოვს დასავლურ კურსს და ასე შემდეგ. ჩვენ ყველა, ვაღიარებთ იმას, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. რასაკვირველია, ამას თავისი მიზეზები აქვს ამ აღიარებას, ეს არის, ჰაერიდან მოტანილი სურვილი მხოლოდ არა, ამას თავისი საფუძვლები აქვს. ახლა ცხადია, ამ საფუძვლებზე ლაპარაკის დრო შეიძლება არ არის, იმიტომ რომ დრო ისედაც ცოტა გვაქვს, მაგრამ ამის თქმა მინდა, რომ სალომე ზურაბიშვილის როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტის აღიარება ეს არის, თუ საერთო სახალხო არა, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ გაზიარებული. რამდენად გაზომვადია, უკაცრავადია, როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სწორედ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, ასევე არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი და ხომ არ მივდივართ საზოგადოების დაპირისპირებამდე და საკმაოდ მძიმე პროცესებამდე. საზოგადოების დაპირისპირებულია უკვე საზოგადოება ძალიან დიდი ხანია და რასაკვირველია საკმაოდ მტკივნეობლი პროცესია. თქვენი შეკითხვა ფაქტობრივად გულისხმობს იმას, რასაც მე უნდა დავეთანხმო სხვათა შორის, რომ დღეს საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი. ის რომ თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არსებობს ასე ვთქვათ დიალოგზე მოთხოვნა, ესეც ლატენტურად ამფარულად იმის აღიარებაა, რომ საქართველოში არის კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი. ახლა რა არის ამ პოლიტიკური კრიზისის შემადგენელი? ხო, ორი ინდიკატორი აქვს ამ კრიზისის. ერთი ის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მოდი ნუ ვილაპარაკებთ პროცენტებზე, თქვენ თქვით, რომ ეს არ არის გაზომილი და კი ბატონო, ასე ვთქვათ, გავზომოთ და მერე პროცენტებით ვილაპარაკოთ, მაგრამ ხო ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი, უმრავლესობა, დიდი ნაწილი, ძირითადი ნაწილი
ნაწილი, მოდი ამას ცოტა ხნით თავი გავანებოთ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ფიქრობს, რომ არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა და ასევე de facto ხელისუფლებას ბრალს დებს კონსტიტუციის დარღვევაში, ხო? მაშინ აი რამ შექმნა ეს პოლიტიკური კრიზისი? განცდამ ადამიანების თანაც ეს დასაბუთებულმა განცდამ, ანუ გარკვეულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულმა განცდამ, რომ ის ხელისუფლება, რომელიც დღეს de facto ყავს საქართველოს, არ არის მოსული ძალაუფლებაში სამართლიანი არჩევნებით და ამ ხელისუფლებამ გაბედა, de facto ხელისუფლებამ გაბედა და კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც დასავლურ კურსს უგანა. აი ეს ქმნის კრიზისს. ამიტომ როგორ უნდა დაეძლიოს ეს კრიზისი? ეს კრიზისი ნაწილსაც და თუ გაზომვაზე წავა საუბარი ეს შემთხვევაში მაშინ უნდა მოიშველიოთ ერთი წუთით ეს კრიზისი როგორ უნდა დაეძლიოს? ამ კრიზისის დაძლევა მხოლოდ ასე ვთქვათ უსაგნო დიალოგი და პინგ-პონგის თამაშით არ გამოვა. ამ კრიზისის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩატარდება ახალი არჩევნები და ახალი არჩევნები ჩატარდება სამართლიან გარემოში, სამართლიანი ადმინისტრაციით და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის იმ მოქალაქეს, რომლის პარტიას დამარცხდა არჩევნებში, გაუჩნდება განცდა, რომ მოსული ხელისუფლება არის სამართლიანად მოსული და იმსახურებს საზოგადოების უმრავლესობის ნდობას. აი ეს განცდა დღეს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში არ არსებობს და ეს განცდა ღრმავდება და მძაფრდება. ეუთო ოდირის დასკვნა ამ უსამართლო განცდის გამძაფრებას მოემსახურა. სწორედად ჩვენ ვნახეთ, რომ ამ დასკვნას გამოეხმაურა ძალიან ბევრი ევროპული დემოკრატიული ქვეყანა და მათაც მოითხოვეს, აქამდე არ იყო ეს მოთხოვნა, მაგათ არ ვიცი თქვენ მიაქციეთ თუ არა ყურადღება, აქამდე იყო მოთხოვნა გამოძიების და ასე შემდეგ. ახლა არის მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარების და ეს მოთხოვნა დღითი დღე გაძლიერდება. მადლობა იაგო კაჭკაჭიშვილი, ნანა დიხამინჯია, კეთი ცოტნიაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმრები. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ საგანგებო რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას და პირდაპირ ეთერში ამჯერად ჩავთავთ რუსთაველის გამზირს, ნახავთ თუ რა მოცემულობა ადგილზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის უკვე პროტესტის 24 დღე. დღის განმავლობაში მსვლელობები მოეწყო დედაქალაქში. პროტესტის მონაწილეები სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მივიდნენ მსვლელობით. ამ წუთებში საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს, რასაც პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს, სადაც სხვადასხვა სფეროსა და რეგიონის წარმომადგენლები იმყოფებიან. მოთხოვნა უცვლელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში ადგილზე არ იყო მობილიზებული არც ცოცხალი ძალა და არც სპეცტექნიკა. ადგილზე იმყოფებიან ჩვენი გადამღები ჯგუფებიც და მათ მოვლენათა განვითარების შესაბამისად საჭიროების ამბებს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. ეგ არის გადაწყვეტილებით განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში წევრობა დაკარგა. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უახლოეს პერიოდში გეგმავს. მათ ამ პროცედურისთვის 20 დღიანი ვადა აქვს. ცენტრის ინფორმაციით მათ რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებული აქვს და საკითხზე მუშაობა ინტენსიურად გრძელდება. სწორედ ამ თემაზე სტუდიაში სტუმრად იმყოფება ლაშა მარგიშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ჩვენს შეკითხვებს უპასუხობს ბატონო ლაშა საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის მოგესალმებით ხალხმოწამებები, მაყურებლებს. კი ბატონო. ეგ არის გადაწყვეტილების არსი, რომ განუმარტოთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ და გითხრათ, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო სისტემისთვის და რა იყო რაც მთავარია ამის მიზეზი. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის სტუდიაში. თავდაპირველად მინდა აღვნიშნო ის, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოში ფუნქციონირებს 2010 წლიდან, შესაბამისად ჩვენ ვუწევთ ადმინისტრირებას, როგორც ავტორიზირებული
რეგისტრაციის პროცესებს, ასევე აკრედიტაციის პროცესებს. 2010 წლიდან დღემდე მოყოლებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ამ სფეროში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია 2015-2018 წლებში შეცვლილი სტანდარტები და პროცედურები ავტორიზაციის და აკრედიტაციის, რამაც მოგვცა საშუალება, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გამხდარიყო ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ENCAS და იმავე წელს გავხდით ასევე დავრეგისტრირდით განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში ECHAR-ში. ბუნებრივია, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და მნიშვნელოვანი მიღწევა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში და როგორც წევრი ორგანიზაცია ამ ორივე ერთი ასოციაციის და მეორე, თქვათ, რეესტრის ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გაგვევლო განმეორებითი შეფასება. შეფასება დაიგეგმა 2023 წელს, ჩამოვიდნენ საერთაშორისო ექსპერტები თბილისში, მათ წინასწარ გაეგზავნათ ყველა ის დოკუმენტი, რაც აუცილებელი იყო, რომ შეესწავლათ ძირფესვიანად, საფუძვლიანად ცენტრის საქმიანობა და მოამზადეს შესაბამისად ამის მერე უკვე ვიზიტის შემდგომ დასკვნა. დასკვნა განათლების ხარისხის ცენტრს ჩაბარდა დეკემბრის თვეში, დასკვნის მიხედვით ცენტრი 11 სტანდარტთან მიმართებით იყო შეფასებული, როგორც სრულად შესაბამისობაში ამოთხოვნებთან, 2 სტანდარტთან მიმართებით, ეს თქვენმა წინა რესპონდენტებმაც აღნიშნეს, ერთი ეხებოდა ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების საქმიანობას, მეორე ეხებოდა ცენტრის დამოუკიდებლობას, ამ სტანდარტებთან მიმართებით შეფასდა როგორც ნაწილობრივ შესაბამისობაში ამოთხოვნებთან. ამის მერე უკვე 2025 წლის მარტის თვეში ENCAS შეფასების კომიტეტმა, რომელიც არის ENCAS ექსპერტებსა და ENCAS საბჭოს შორის შუალედური რგოლი, მათ მიიჩნიეს, რომ დამოუკიდებლობის ნაწილში ცენტრი ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და შესაბამისად შეუსაბამოდ მიიჩნიეს ამ ერთ სტანდარტთან მიმართებით ცენტრის საქმიანობა. რა თქმა უნდა, ამან უკვე მოგვცა მკაფიო სიგნალი, რომ გასაკეთებელი იყო კიდევ უფრო მეტი ამ მიმართულებით ცენტრის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. მინდა მადლობა მოვახსენო განათლების მეცნიერების ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს, რომლებმაც ძალიან ეფექტურად იმოქმედეს ამ მიმართულებით და 2024 წლის ივნისის თვეში განხორციელდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც პირდაპირ ჩაიწერა კანონმდებლობაში, განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში, რომ დაუშვებელია მაგალითად ცენტრის დირექტორს იმავდროულად ეკავა სხვა რაიმე პოზიცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე ცენტრის დირექტორის შერჩევის პროცესში პირველად მოხდა ის, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიიღეს მონაწილეობა და კანონით ასევე დადგინდა დირექტორის შერჩევის ვადა. კერძოდ ჩაიწერა, რომ დირექტორის შერჩევა უნდა მოხდეს 5 წლის ვადით, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციის მდგრადობას და გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში თანმიმდევრულ განვითარებას. შესაძაც იგივე ინტერესული სექცია არის საუბარი და ქეთი და ნანაც საუბრობდნენ აქ სტუდიაში, რომ უნდა მოხდეს სრულად დისტანცირება პოლიტიკური აქტორების, ასე ვთქვათ, განათლების სამინისტროს წარმომადგენლების ცენტრისგან. რამდენად არის ეს შესაძლებელი რეალობაში, რამდენად არის შესაძლებელი ამის გადმოტანა? და რა იყო თუნდაც ამ დრომდე ხელისშემშლელი ფაქტორი, რატომ არ განხორციელდა ეს ცვლილებები სრულად? ქეთის კალბატონ ანას უდასტურებს ჩემს პატივისცემას, ნამდვილად ამ შემთხვევაში საჭირო არის რაღაცა დაიგეგმოს გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად, როგორ შეიძლება ის იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, რაც ჩვენ საერთაშორისო ექსპერტებს და ასე ვთქვათ, პარტნიორებს ჰქონდათ. მე ვიწევ ყველას და ჩემი სურვილი არის, რომ ეს პროცესი იყოს თანამონაწილეობითი პროცესი, ყველა ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ერთობლივად მოვახერხოთ ის, რომ საუკეთესო, ვთქვათ, გზები გამოინახოს, თუ როგორ შეიძლება სრულად შესრულდეს ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდათ. თქვი, რომ ერთი ნაწილი შესრულებულია, თუმცა ყოველთვის არსებობს გაუმჯობესების სივრცე, რომ შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს ამ მიმართულებით კანონმდებლობა და რაც მთავარია, რომ კანონმდებლობაში რაც იქნება მოცემული, იმის იმპლემენტირება მოხდეს სწორად, იმის დანერგვა მოხდეს შემდეგ უკვე ამ მიმართულებით. ზოგადად მინდა აღვნიშნო ერთი გარემოება, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი რაც დაფუძნდა, ცენტრს ყოველთვის ახასიათებდა, რომ ამ
ამ ორგანიზაციაში მუშაობდნენ ძალიან კვალიფიციური კადრები. ეს არ იყო რაღაცა შემთხვევითი შემთხვევა და ყოველთვის ცენტრის მენეჯმენტი, თითოეული ხელმძღვანელი სწორედ ამ ნიშნებს აქცევდა ხოლმე ყურადღებას, რომ კვალიფიციური კადრებით ყოფილიყო ორგანიზაცია დასაქმებული. დღესაც ძალიან კვალიფიციური თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სრული რესურსი არსებობს იმისა, რომ ამ რეკომენდაციებზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება და ამ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. კი ბატონო, ბატონო, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში წევრობის დაკარგვას აქვს თუ არა თუნდაც იგივე დიპლომების ან კვალიფიკაციების აღიარების საკითხზე გავლენა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რაც ძალიან აღელვებს საზოგადოების ნაწილს, მათ შორის სტუდენტებსაც. კი ბატონო, მადლობა ამ კითხვისთვის. ენქას წევრობა, ეკარში წევრობა, რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ ორგანიზაციისთვის, თუმცა ეს არც მაშინ 2019 წელს და არც ახლა 2024-ში, როდესაც ცენტრს გარკვეული შენიშვნების გამო შეუჩერდა წევრობა, ეს არ არის პირდაპირ კავშირში დიპლომების აღიარებასთან და კვალიფიკაციების აღიარებასთან. აქაც ახსენეს ჩვენმა კოლეგებმა, რომ დიპლომების და კვალიფიკაციების აღიარება ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ხდებოდა 2019 წლამდეც და დღესაც ჩვეულებრივად გაგრძელდება. ზოგადად კვალიფიკაციების და დიპლომების აღიარებას რაც ეხება, აქ საერთაშორისო დონეზე მოქმედებს ორნაირი პროცედურა. ერთი არის ჩვეულებრივი კვალიფიკაციების აღიარების პროცედურა და მეორე ავტომატური კვალიფიკაციების აღიარება. ენქას და ეკარის წევრობის მიღების შემდეგ ჩვენ არ გვქონდა არც ერთ სახელმწიფოსთან ავტომატურად, ასე თქვათ, კვალიფიკაციების აღიარების შესაძლებლობა და ჩვეულებრივი პროცედურით მიმდიოდა, როგორც 2019 წლამდე კვალიფიკაციების აღიარება. არასდროს არ ყოფილა არასდროს ავტომატურად არ ყოფილა. ეს არის ხოლმე ქვეყნებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულება იდება ხოლმე სახელმწიფოებს შორის. ამისი მაგალითებიც არსებობს. სკანდინავიის ქვეყნებს, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებს ერთმანეთთან აქვთ ავტომატური აღიარების თაობაზე ხელშეკრულებები და ამიტომ ამის ხაზგასმა მინდა, რომ ენქას და ეკარის წევრობა სამწუხაროდ არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ავტომატური აღიარება გქონოდა ჩვენ სისტემის დონეზე. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ამ შემთხვევაში თუნდაც იგივე სხვადასხვა დროს მინისტრების კომენტარებიდან გამომდინარე, იყო ავტომატური აღიარების რეჟიმზე და ანუ არ შეესაბამება რეალობას? ავტომატური აღიარება დღესდღეობით 2024 წლის მდგომარეობით არც ერთ ქვეყანასთან არ აქვს ქვეყანას. დღეს აღარ, მაგრამ არც წარსულში არ ქონია ავტომატური აღიარების შესაძლებლობა და ჩვეულებრივად აღიარების დროს, როგორც მანამდე, ისევე ეხლაც მოწმდება სამი ძირითადი კრიტერიუმი. უნივერსიტეტი, რომლის დიპლომიც აქვს კურსდამთავრებულს, ეს უნივერსიტეტი იყო თუ არა ავტორიზებული, ჰქონდა თუ არა მას უფლება, რომ განეხორციელებინა სასწავლო პროცესი იმ კონკრეტულ ქვეყანაში. მეორე, დიპლომი, რომელიც გაიცა, ნამდვილად ამ პირზე იყო თუ არა გაცემული და ნამდვილად სწავლობდა თუ არა კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ ინსტიტუციაში და მესამე, რამდენად არის თავსებადი კვალიფიკაციები. აქედან გამომდინარე, აღიარების პროცესში პირდაპირ მოთხოვნა არ არის, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც აკეთებს შეფასებას უნივერსიტეტის, ის უნდა იყოს ენქას ან ეკარის წევრი. რაც შეეხება ენქას წევრობას, აქ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დღემდე ინარჩუნებს ევროპული ასოციაციის სრული წევრის სტატუსს და ენქას რეგულაციების თანახმად, როდესაც ეკარის გასაჩივრების პროცედურები დასრულდება, ჩვენ უნდა მივმართოთ ენქას წევრობის განახლების მიზნით და თუ კი ჩვენი პარტნიორები ჩათვლიან, რომ ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ რომელიმე სტანდარტს, ამ შემთხვევაში სრული წევრის სტატუსი ორგანიზაციას არ უქმდება და მას ეძლევა დამატებითი ვადა, ეს არის 2 წელი, როდესაც ორგანიზაციამ უნდა იმუშაოს რეკომენდაციების შესრულებაზე. სტუდენტების წუხილი არის ასევე, რომ აი ამ გადაწყვეტილებამ შესაძლო არის მოახდინოს ნეგატიური გავლენა ერთობლივ პროგრამებზე, გაცვლით პროექტებზე, საერთაშორისო გრანტების შეზღუდვაც არის შესაძლებელი აი ამ პროცესის გათვალისწინებით და ამ პროცესის ფონზე. ამასთან დაკავშირებითაც რომ მიაწოდოთ ჩვენს მაყურებელს და განსაკუთრებით სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს. მადლობა, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მინდა დავამშვიდო სტუდენტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ადმინისტრაციული სფეროს უნივერსიტეტების სამეცნიერო პერსონალიც, რომ ეს არ არის პირდაპირ კავშირში გადაწყვეტილება საერთაშორისო პროგრამების დახურვასთან, საერთაშორისო გრანტების გაუქმებასთან, ასევე სოციალურ მედიაში იყო რამდენიმე თქვა
გახლავთ გამოხმაურება, რომ კერძო უნივერსიტეტები დაიხურებიან ამის შემდეგ, ან ქვეყანას ასე ვთქვათ, გამოიწოვენ ბოლონის პროცესიდან, რა თქმა უნდა, არც ერთი, არც მეორე და არც მესამე არ დადგება აი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი არის ECAR-ის წევრობა, რეგისტრაცია, რომ დაბრუნდეს ჩვენი ორგანიზაციისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი შრომით, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, ასე ვთქვათ, რეგისტრაციის განახლებას. ველაში თქვენ აპირებთ გადაწყვეტილების გასაჩივრებას და საინტერესოა იმ შემთხვევაში, თუ თქვათ არ იქნება გათვალისწინებული თქვენი არგუმენტები, ასეთ შემთხვევაში შემდგომი ნაბიჯები როგორია? შემდგომი ნაბიჯები, ასევე ECAR-ის პროცედურა ითვალისწინებს, რომ სააგენტომ შეიძლება მოითხოვოს, ასე ვთქვათ, ფოკუსირებული შეფასება, რაც გულისხმობს იმას, რომ განმეორებითი შეფასება ჩატარდება ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და მხოლოდ იმ სტანდარტებზე, იმ პუნქტებზე იქნება ყურადღება გამახვილებული, რაზეც ჩვენ საერთაშორისო კოლეგებს ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები. ამისათვის დასაწყები და დავიწყეთ უკვე მუშაობა, რომ კიდევ უფრო მეტად როგორ დავხვეწოთ ჩვენი საქმიანობა, ჩვენი პროცესები, რასაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს და მე იმედი მაქვს ცენტრის თანამშრომლების, სამინისტროს თანადგომის, საპარლამენტო გუნდის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერის, რომ ის ცვლილებები, რაც საჭირო იქნება საკანონმდებლო დონეზე თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე, იქნება განხორციელებული და მიღებული. საკანონმდებლო დონეზე რა ტიპის ცვლილებები არის პირველი რიგის ამოცანა აი ამ მიმართულებით რა არის, რაც შესაძლებელია ვთქვათ, რომ მოკლე დროში მოგვარდეს და აღმოიფხვროს პრობლემები. მე არ მინდა რომ მოვლენებს წინ გავასწრო, ეს არის სამუშაო პროცესი და მე კიდევ ერთხელ ვთხოვ განათლების ექსპერტებს, ყველა უნივერსიტეტს უკლებლივ, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, პროცესი იყოს ინკლუზიური, იყოს გამჭვირვალე, იყოს ღია, წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები, ჩვენ მოსაზრებებს წარუდგენთ, რა თქმა უნდა, და შევჯერდეთ და შევთანხმდეთ, თუ რა იქნება ის საუკეთესო მოდელი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, რომ აღდგება ECAR-ის წევრობა. ასევე მინდა ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც გაუსვა ხაზი, რომ განათლების ხარისხის ცენტრი გარდა ENCAS და ECAR-ის წევრობისა, ასევე არის სხვა საერთაშორისო ასოციაციების წევრი, როგორიც არის ცენტრალური ევროპის და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი ორგანიზაცია ვართ. ასევე 2023 წელს გავხდით ევროპის პროფესიული სასწავლებლების ასოციაციის წევრი და სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავაფორმეთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაციასთან ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოში შესაძლებელი ხდება ამერიკული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ჩვენი ორგანიზაცია და ზოგადად სისტემა განათლების ინტერნაციონალიზაციაზე არის, ასე ვთქვათ, ორიენტირებული და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს. ასევე ერთი თხოვნა მექნება საზოგადოების წევრებთან, რომ თუ კი მათ რაიმე კონკრეტული პრეტენზიები აქვთ, მაგალითად პერსონალურად ჩემთან, ან რაიმე ქმედებები არ მოსწონთ, შეუძლიათ რომ თავისუფლად იკამათონ, შეუძლიათ რომ გამაკრიტიკონ, შეუძლიათ იჩხუბონ კიდეც ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თხოვნა მექნება, რომ ორგანიზაციას ნუეხებიან და ორგანიზაციის რყევა და ჯანჯღარი რომ მორჩეს, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციაში ნამდვილად ძალიან კვალიფიციური ადამიანები არიან დასაქმებულები, რომლებსაც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მშვიდ გარემოში მაღალპროფესიონალურად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. თუმცა კი ბატონო, კვალიფიკაციაზე როდესაც არის საუბარი, შესაძლებელია სადავ არ არის ამ მიმართულებით არაფერი და არავითარი მოცემულობა, მაგრამ საუბარი როდესაც არის სრულად დისტანცირებაზე პოლიტიკისგან, მაგალითად საუბარი არის ასევე იმაზე, რომ არ შეიძლება ცენტრის ხელმძღვანელი იყოს პარალელურ რეჟიმში ან მინისტრის მოადგილე, აი ამ მოცემულობის და ამ დებულების შეცვლა არის გათვალისწინება, რაც მთავარია შესაძლებელი ცხადია, ხომ? ეს უკვე შეიცვალა 2024 წლის ივნისში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც პირდაპირ ჩაიწერა კანონში, რომ არ შეიძლება ცენტრის დირექტორს იმავდროულად ეკავოს სხვა რაიმე პოზიცია აღმასრულებელი ხელისუფლებაში, რომელიც ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფს იმას, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ იყოს. კარგით, კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ასევე აწუხებს ჩვენს მაყურებელს და სტუდენტებს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის წევრობის დაკარგვა სამედიცინო განათლების
მსოფლიო ფედერაციის აღიარებაზე თუ იქონიებს ან ხომ არ იქონიებს გარკვეულ გავლენას, რადგან ამაზე ძალიან ბევრი იწერება მათ შორის სოციალურ ქსელებში. დიდი მადლობა. პირდაპირ და უშუალო გავლენა რა თქმა უნდა არ აქვს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარების დაკარგვასთან, ECHAR-ის წევრობის შეჩერებას, ვინაიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ECHAR-ის წევრი ორგანიზაცია გახდა 2018 წელს, მაშინ როდესაც საერთოდ არ იყო ENCAS და ECHAR-ის წევრი, ასევე WFM-ის სააგენტოების ჩამონათვალს, რომ გადახედოთ მათ ვებგვერდზე, ნახავთ უამრავ სააგენტოს, რომელიც ასევე არ არის ENCAS და ECHAR-ის წევრი. მე მინდა ასევე ერთი დავამატო თქვენის ნებართვით, რომ ECHAR-ის გადაწყვეტილება ცენტრისთვის ასე თქვათ რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე არ არის რაღაცა თქვათ საგამონაკლისო შემთხვევა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ისტორიაში 2023 წელს სამწუხაროდ იგივე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ლატვიის ხარისხის სააგენტოსთან მიმართებით 2022-ში იყო თურქეთის სააგენტო 20-ში იყო იტალიის სააგენტო, შვედეთის სააგენტო, დიდი ბრიტანეთის სააგენტო და ნამდვილად იმაზე საუბარი რომ დიდი ბრიტანეთში მიღებული განათლება ან იტალიაში, ან ლატვიაში, ან თურქეთში მიღებულ განათლებას ამის საფუძველზე რაიმე საფრთხე შეექმნა ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ან ნებისმიერ ქვეყანაში, ნამდვილად უხერხული იქნება ეხლა. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად და პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. ლაშა მარგიშვილი იმყოფებოდა სტუდიაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ვუბრუნდებით რუსთაველის გამზირს, სადაც აქცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, დღეს არის პროტესტის 24 დღე, დღის განმავლობაში მსვლელობები მოეწყო დედაქალაქში, პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ სხვადასხვა ადგილას და შემდეგ უკვე რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს მსვლელობები. ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს შენობასთან, პარლამენტის შენობასთან, სადაც სხვადასხვა სფეროსა და რეგიონების წარმომადგენლები იმყოფებიან. მოთხოვნა არის ამ დრომდე უცვლელი დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მოამბე მუშაობას, ადგილზე იმყოფებიან ჩვენი გადამღები ჯგუფები და მათ თუ კი ამის საჭიროება ექნება, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ამჯერად ჩვენი სტუმრები არიან რამა საყვარელიძე, მამუკა არეშიძე, ბატონებო მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. საკმაოდ საინტერესო პოლიტიკურ პროცესებს ვადევნებთ თვალს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით და აქტიურია დუღილი არის პოლიტიკური, რაც ყოველთვის საინტერესო არის. ბატონო რამას ნებავთ ბატონო მამუკა. მორიგი პროცესებიდან დავიწყოთ. მორიგი პოლიტიკური ვნებათა ღელვა უკავშირდება ევთოოდირის დასკვნას, ერთგვარი ინტერპრეტაცია მოხდა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერპრეტაციის საგანი გახდა, ასე ვთქვათ, ევთოოდირის საბოლოო დასკვნას. სხვადასხვაგვარად კითხულობენ პოლიტიკური აქტორები, ოპოზიცია ამბობს, რომ ევთოოდირის დასკვნა არის მნიშვნელოვნად კრიტიკული და იძლევა იმის საფუძველს, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. მეორეს მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევთოოდირმა გააცამტორა და გაანადგურა ოპოზიციის წარმომადგენლების მთელი აი ეს მტკიცებულებები, რაც ისინი ფიქრობდნენ, რომ ხელთ ეკავათ. თქვენ როგორ წაიკითხეთ, რა გითხრათ ამ დასკვნამ და რამდენად იძლევა ის თქვათ ახალი არჩევნების მოთხოვნა? ეს რა, ჩემი სპეციალობისთვის უფრო მეორე რაუნდია. საყურადღებო, როცა ყველა თავისნაირად კითხულობს. ფსიქოლოგია იქიდან იწყება, თორე დასკვნა მე არ ვიცი. და ევთოოდირის დასკვნის ტიპიური ვარიანტია მე რამდენად მახსოვს. მაგრამ სხვა რამე დამაინტერესა. ასეთივე განსხვავებული წაკითხვა აღმოაჩნდა არა მარტო ჩვენთან მხარეებს,
არამედ უცხოელებმაც. ნიდერლანდებმა, შვედეთმა კრიტიკული ეს დასკვნაო იძლევა იმის საფუძველს, რომ კრიტიკულები ჩვენი აღშფოთება დასაბუთებულიაო. ესე იგი, ფაქტიურად დიდი ფრონტი, ჩვენ ხო ორი ფრონტი, ყველაფერი ხო ორი გვაქვს, ახალი წელი ორი გვაქვს, ფრონტიც ორი გვაქვს. ერთი პატარა ფრონტი საქართველოში და მეორე დიდი ფრონტი, მსოფლიო ფრონტი, რომელიც საქართველოზე აირეკლება. აი ეგ გაორება არის როგორც პატარა ფრონტზე და სრულიად ბუნებრივი გამოდის იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ფრონტზეც გაორებაა. ანუ უცხოეთიდან და დღეს უკვე აღარ არის მამუკასაც სასაჯერო თქვია, სხვებსაც თქვენ სტუდიაში და თქმულ არაერთხელ, რომ დასავლეთი რაღაც სერიოზულ თამაშს თამაშობს, ხო? და ჩვენ ექსპერტები კი არა გახარიან თქვა, რომ მამდე იანვრის მეორე ნახევრამდე უნდა მოვასწროთო. ანუ ესე იგი რაღაცა მათზე აღარ არის მაშინ აქ დამოკიდებული. გკითხავთ იგივე მაგალითად 29 დეკემბერი არის ერთი თარიღი, რაზეც არის საუბარი, რომ როდესაც ინაუგურაცია არის დანიშნული ახალარჩეული პრეზიდენტის და მეორე თარიღად სახელდება 20 იანვარი, ანუ ტრამპის ინაუგურაცია. ფაქტია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, ლიდერები ერთგვარად ჩქარობენ, შეინიშნება არაერთი განცხადება კეთდება ამასთან დაკავშირებით, რომ 29 დეკემბრამდე ჯერ კიდევ არის დრო და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, რომ 20 იანვრამდე ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. რას უკავშირდება, რა შეიძლება შეიცვალოს აი ამ ხნის განმავლობაში ერთის მხრივ და რატომ ეჩქარება ასე ოპოზიციას აი ამ თარიღებამდე, რის მოსწრებას ცდილობენ? სულ არაფერი არ ვიცოდეთ და მარტო ეს ფაქტი ვიცოდეთ. ესე იგი ეს ოპოზიცია კავშირში არის დასავლეთთან. კერძოდ ბაიდენის ადმინისტრაციასთან, იმიტომ რომ იმის წასვლასთან ერთად მხარდაჭერის დაკარგვის ეშინია. მეტი ხო არაფერი არ ხდება. მაგრამ თუ კი ბაიდენის ადმინისტრაციის მხარდაჭერა არსებობს, ესე იგი მხარდაჭერის გარდა კიდე სტიმულირებაც არსებობს რა. იმიტომ რომ გვახსოვს, რომ არჩევნები რომ დასრულდა იმ დღის ბოლოსკენ ოპოზიციას არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. მე მგონი უხაროდათ ვინც გავიდა იმათ და ასე შემდეგ. არ იყო ლაპარაკი უნდობლობაზე. იყო მოგებულ არჩევნებზე იმობდა ყველა. გაჩნდა მე შტაბ-ეშინელება რომ ვიღაცამ შეუჩიჩხინა ამას. და დააწყებინა უკვე ის ტალღა, რასაც დღესაც ვაკვირდებით. ბატონ რამაზ, ოპოზიციის მხარდაჭერის კონტექსტში რამდენად შეიძლება განვიხილოთ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, იგივე თუნდაც სანქციების პირიქით ვატრიალებ, ოპოზიციას კი არ უჭერენ ისინი მხარს. ოპოზიციას აიძულებენ, რომ იყოს ოპოზიცია. ისეთი ოპოზიცია, როგორც არის. აი ზელენსკი აპირებდა მოლაპარაკე დიპლომატიით მოეგვარებინა რუსეთთან საქმე. ჯონსონი ჩავიდა და გინდა თუ არა იბრძოლოთა, იბრძოლეს და შედეგი სახელზეა. ანუ რაღაცა ტიპის პროცესების დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნები, ფიგურები, გაერთიანებები ცდილობენ, რომ რაღაც პროცესები დაძრან, რაღაცა აწყობთ, რაღაცა არ აწყობთ. ქვეყნებია და თავის ინტერესები აქვს. ანალოგიურად არის დასავლეთის ინტერესები ამ კავკასიის კისერზე, ყელზე, თუ რა ქვია, დერეფანზე. და უნდათ რომ ამ დერეფანზე ატალახდეს გზა ისე, რომ ზედ ვერ გაიაროს ვერ ჩინეთმა, ვერ ინდოეთის ტვირთმა, ვერანაირმა კომუნიკაციამ ვერ იმუშაოს კავკასიაში. იგივე აწყობს რუსეთს. მაგრამ ვიმეორებ, ეს რახან გულისხმობთ და გვიხსენა კიდე ჩინეთი და აღმოსავლეთი ზოგიერთმა დასავლელმა. და რახან გულისხმობთ, რომ ისინი თამაშობენ, ესე იგი აქ არ გადაწყდება პრობლემა. ესე იგი პრობლემის გადაწყვეტისთვის უნდა დასავლეთში ჩათავდეს რაღაცა პროცესები.
და აზრი არა აქვს ახლა ერთმანეთთან ჭიდაობას ქართველებისას. ქართველებმა კარგი იქნება ორივე მხარე, თუ შეძლებს დაგვარად მივიყვანთ პროცესს ისე, რომ გართულებები არ გამოვიწვიოთ იქამდე, სანამ თვითონ დასავლეთი არ ჩამოყალიბდება თავის სამომავლო გეგმებში. მეტი არა. 20 იანვრამდე? 20 იანვრამდე. ბატონო მამუკა, ეუთოდინი მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმარო საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების შემდგომი პრობლემების გადაჭრა, შემუშაონ მომავალი არჩევნების გასაუმჯობესებლად, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვით. თუმცა აი ამ დეტალსაც ოპოზიცია ისევ სხვაგვარად კითხულობს და ამბობს, რომ ეს ფაქტობრივად არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ საინტერესო არის რა მოცემულობის წინაშე ვდგებით, არის თუ არა ეს ერთგვარი აღიარება, თუ შეიძლება აღიარება უწოდოთ იმას, რომ ეუთოდინი და შესაბამისი თქვა წარმომადგენლობები მზად არიან იმისთვის, რომ იმუშაონ, იგულისხმება საქართველოს ხელისუფლება მათთან, თუნდაც ეგრე საკანონმდებლო მიმართულებით გაუმჯობესებას. ერებათ ესე ჩანს რასაკვირველი ხა ევროსაბჭოს წარმომადგენლის ვიზიტი და მე ეუთოდინის დასკვნა აქეთკენ ასე თქვა გვიბიძგებს. რა შეიძლება ორმაგ კითხვას ბიბლიას და სხვა საღვთო წიგნებს კითხულობენ ორმაგი ინტერპრეტაციით ხა ეს ეუთოდინის დასკვნა დიდი ამბავი რა წაიკითხონ. მაგრამ ეს უბრალოდ რა არის, რომ ხანდახან როცა უსმენ ხოლმე პოლიტელიტი ზოგიერთ წარმომადგენელს საბჭოებამ რჩება, რომ საკუთარ ხალხს მიიჩნევს აბსოლუტურად სულელად. იმდენად, ასე ვთქვათ, იმდენად სხვადასხვა ინტერპრეტაციას უკეთებს ერთ და იგივე მოვლენას. ეს უპატივცემლობა საკუთარი ამომრჩევლის იქნება, ერის იქნება. აი ხა მაგალითად ზოგ შემთხვევაში იგივე ეს ევროსაბჭოს წარმომადგენლობის დელეგაციის ვიზიტი შეფასდა როგორც ვერ გაიგესო მაგათმა იქ მიმდინარე პროცესები საქართველოში რა ხდებაო არ ესმითო. უფრო მეტი იმას ვიღაცას ესმის სხვა დელეგაციას ევროკავშირიდან ჩამოსულ ევროპარლამენტიდან და ევროსაბჭოდან არ ესმით. მე იმას ვკერავ, რომ ვინმეს ესმის ახლა საქართველოში არ ესმის ბევრს როგორი მენტალობა აქვს მის ერს და როგორი ტრადიცია და ცხოვრების წესი. ახლა რატო უნდა მოვთხოვოთ ვიღაც ევროკავშირიდან, მაგრამ ეს არის კლასიკური მაგალითი მიდგომისა, აი როგორც შენ გინდა ისე როდესაც ატრიალებ ფაქტს. მე სხვა რამ მინდა მივაქციო ყურადღება, პროფესორო თქვენი კითხვის შინაარსი გამოგზავნოთ. ჩემთვის ყველაზე მთავარი აი ეს კასკადი ისა ცნობ არ ცნობ, მინდა არ მინდა, საბოლოო ჯამში მიდის იმ პოლიტიკურ კრიზისამდე, რომელიც ქვეყანაშია, რომელიც ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს. როდესაც ასეთი ვითარება სხვანაირი გადაწყვეტილებებია მისაღები, არაერთხელ მithქვამს, რომ ამ სტუდიაში თქვი ცოტა ხნის წინათ, რომ კომპრომისი არის აუცილებელი. კომპრომისის ფორმაზეც მოგახსენებთ, თუ მანდ-ამაინც დაინტერესებთ, როგორი კომპრომისია რომ რა ტიპის კომპრომისია? ერთ-ერთი ამოცემული. რასაკვირველია. აქ მოლაპარაკებაზე არ არის, მხოლოდ ლაპარაკი. მე ერთი რამ მინდა გითხრათ. საზოგადოება დღეს იმდენად გახლეჩილია, რომ ხანდახან როცა უსმენ ამათ ტექსტს ამ კითხულობ, ჩვენ ხშირად ვტრაბახობთ ხოლმე, რომ აი ჩვენ უზარმაზარი კულტურული ტრადიციების გამგზელებელი ვართ. ხანდახან მგონია, რომ ამ კულტურის მატარებლები კი არა ვართ, ვიღაცამ უბრალოდ ამ კულტურის გვერდით ცხოვრობთ. იმდენად დაშორებული ვართ ხანდახან იმ ფასეულობებს, რომელიც ჩვენმა წინაპარმა დაგვიტოვა. აი როცა უყურებ როგორი მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს ლანძღვის ხარისხი და ასე ვთქვათ, შევიწროების ხარისხი როგორიც არის წარმოუდგენელია. მოქცევად წარმოუდგენელია ქუჩებში და მე გულისხმობ განსაკუთრებით აი იმ დევნის პროცესს, რომელიც იყო ქუჩებში და ცემატყეპას. ამასაც ვამბობ, იმიტომ რომ არ გვეკადრება ჩვენ ეს ყველაფერი. არც ეს ლანძღვა გინება, არც ის როგორც ბევრი სამართალდამცავი იქცეოდა და არც ის როგორც ბევრი დემონსტრანტი იქცეოდა. მე ვიცი რომ ეს ყველაფერი ახლა ეს ამ ხალხს, რასაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, მეც და ბატონი რამაზე არ აინტერესებს დიდ ნაწილს საზოგადოების ეს, მაგრამ მაინც მინდა რომ ჩემი სათქმელი თქვა. საერთოდ საზოგადოება ესია დაყოფილი იმათი მომხრეები, ამათი მომხრეები, შუაში ვინც არიან ყველაზე მეტად ვინცაც აგინებენ, იმიტომ რომ შუაში რატო ხარ. და მეოთხე ნაწილია, რომელსაც საერთოდ არაფერი არ აინტერესებს გადასარევად ცნობს. თავს ახლა ნერვიულობს იმის გამო, რომ ბიზნესები
როგორც უყვართ ხომ ჩვენ თქო გაჩერდა. და კიდე ერთი ნაწილია, რომლის აზრით მართლა არავის არ აინტერესებს, ეს არის მაგალითად ჩვენ ხო გვიყვარს ლაპარაკი, რომ ესე იგი ჩვენ მოგვანიჭა პოლიტიკოსებს უყვართ. ლეგიტიმაცია ქართულმა ხალხმა. და დანარჩენები რო ცხოვრობენ საქართველოში იმათი აზრი არავის არ აინტერესებს, როგორც ყოველთვის. არც ახლა არ დაინტერესებს, თულად ლაპარაკობს, მე ეროვნულ ინტერესებებზე ლაპარაკობ, მაგრამ მაინც მინდა რომ მოვიხსენიო, მაინც შეიძლება გულზე მოეფონოთ, მაინც უნდა იცოდე, რომ მათი არსებობა ვიღაცას ახსოვს, იმიტომ რომ ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. მოქალაქეები არიან. მოკლედ აი ესეა დახლეჩილი ეს საზოგადოება და ეს უბედური ქვეყანა, პატარა ქვეყანა. ეს დახლეჩვა, ეს არის უზარმაზარი ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც თაობებზე იმოქმედებს. ეხლა რა შეეხება კომპრომისი. რასაკვირველია, მოლაპარაკებებიც უნდა იყოს, შეხვედრებიც უნდა იყოს, მაგრამ მე მაინც მინდა ერთი, აი ვიდრე კომპრომისის, ესე ვთქვათ, არქიტექტურაზე ვილაპარაკებთ, ერთი რამ თქვა, აი მაგალითად დაინიშნა არჩევნები. ხო, არჩევნების დანიშნას თავის წესია, გვადები აქვს რა. ცხადია. ესე იგი, რას ეუბნება პოლიტელიტის ერთი ნაწილი საზოგადოებას ეუბნება, რომ არჩევნები უნდა დაინიშნოს, ეს უნდა წავიდეს ხელისუფლება და მე უნდა მოვიდე. და ის საზოგადოების ის ნაწილსაც ამას ეუბნება, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ მოეყვანა. ხო? ეს არ დაბრუნებული იყო უკვე ნაციონალურ მოძრაობას და მის არ გულისხმობ დანარჩენ პარტიას. აი, ხო გეუბნებით, იცით როგორ არის ეს შტაბ-ჯერა, არავინ არ ფიქრობს ამაზე. მე მაგალითად ვიცი საზოგადოების ძალიან სერიოზული ნაწილი, რომელიც ძალიან ინტერესით შეხვდებოდა აი მაგალითად იმ ახალგაზრდების თუ აი ეს ერთგვარი ესე ვთქვათ პროტესტის მებრძოლი ნაწილის მიერ შექმნილ პოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც თუ ეს მიუღებელია აი პოლიტელიტამ მთლიანად. საინტერესო იქნებოდა და თუ ეხლა არჩევნების აი მაგალითად დღეს დაინიშნა ხო არჩევნები დასაკვირველი ეს ვერ მოემზადება ამისთვის. ესე იგი, მოკლედ არის, აი, მაგიტო წამოწდა დღეს რამოდენიმეჯერ ქალბატონ პრეზიდენტს ადგილობრივი არჩევნები რო დაასახელა. იმიტომ რომ კომპრომისის ერთ-ერთი მაგალითად, ჩემს მიერ შემოთავაზებული კომპრომისის ერთ-ერთი სეგმენტი იყო ზუსტად ადგილობრივ არჩევნებზე დამთხოვა არჩევნების, ოღონდ არა ახალის, არამედ რიგარეშის. მე მართალი ვარ თუ მტყუანი ვარ, ეს მეორე საკითხია. შეიძლება არა ვარ მართალი, მაგრამ საბოლოო ჯამში იმდენი კითხვა არსებობს საზოგადოების ნაწილის მხრიდან, დიდი ნაწილის მხრიდან, ძალიან დიდი ნაწილის მხრიდან. იმდენად არ ისმის პასუხები არც ერთი მხრიდან, რომ უბრალოდ უხერხული მდგომარეობაში ხვდებით ხოლმე ხანდახან. თუმცა აი მართლ ძალას აქვს ერთი ესეთი მიდგომა, რომ დებატებში იწვევთ. დებატებში მოლაპარაკებაზე და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცუდია მეორე მხარე რო არიღებს, იმიტომ რომ წამგები ამ მდგომარეობაში ვარდება, ესე იგი არ უნდა დებატები, ნუ ატყობა რაღაცა ვერ ზნობენ თავს ოჩაღს. ახალი არჩევნების მე კიდე მგონია რომ დღეს ყველაზე უკეთესი იქნებოდა თუ იქნება შეხვედრები ზუსტად იმ ხალხთან, ვინც დგას იმ მიტინგზე, ძირითადი მასას გულისხმობ, არა ის მართულ მასას, რომელიც იქვეა. არამედ ძირითად მასას, რომელიც გამოვიდა, იმიტომ რომ მართლა არ მოწონს დღევანდელ ანუ ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდეს აი მათ შეხვდეს ზუსტად აი ამ ხალხს იმ ახალგაზრდობას თუ ასაკოვან ხალხს ბუნებრივია სად არის ოპოზიცია თუ ახალ არჩევნებზე არის საუბარი თუ უნდა მოითხოვონ ისევ ახალი არჩევნები თუნდაც საზოგადოების ის ნაწილი რომელიც შეკრებილი არის რუსთაველის გამზირზე ისინი ხომ ახალ არჩევნებს ითხოვენ გარდა დაკავებულების გათავისუფლებისა ბუნებრივია ამოვიდეს ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ხომ უკვე უნდა თქვას, რომ პროცესები უნდა აიღოს ხელში. სხვაგვარად, ნუ ეს ხალხი ვერ მიიღებს რასაკვირველია, ჩემო კარგო, უნდა რაღაცნაირად დააფიქსიროს ოპოზიციამ. იცი როგორ არის, რა გამოდის, რომ მიტინგზე ოპოზიცია არ ჩანს, საერთოდ ამოცემულობის წინაშე ვდგავარ. ხო, და ამ დროს შეხვედრებზე ოპოზიცია მონაწილეობს, აი თქვათ, იგივე ევროპიდან ჩამოსულ სტუმრებთან ოპოზიცია მონაწილეობს. რასაკვირველია, ესე იგი, ბევრად უფრო მკაფიოდ უნდა გამოჩნდეს ყველაფერი. როგორც ოპოზიციამ უნდა გამოაჩინოს თავის როგორ ფიქრობთ რატომ ცდილობს ერთგვარად ოპოზიცია მაგალითად აქციებისგან დისტანცირებას ანუ ამბობენ რომ ჩვენ აქ მხოლოდ და მხოლოდ რიგითი აქციის რიგითი მონაწილეები ვართ და სხვა არაფერი იმიტომ რომ არ იქნებოდა მაშინ მასიური ის აქციები რომ ოპოზიციას რო კონდეს ინიციატივა ხელში მე მგონი როგორც ფსიქოლოგი მაშინ როდესაც ახალი არჩევნების დანიშნაზე არის საუბარი რატომ არიან დარწმუნებულები რომ თუ კი ვერ მართავენ აქციებს და თუ კი იციან ის რომ იქ შეკრებილების უმრავლესობა სრულ უმრავლესობას
bis მხრიდან არ მოდის მათ მიმართ სიმპათია და ისინი არ არიან მათი მხარდამჭერები, რა აძლევთ იმის საფუძველს და გარანტიას, რომ ახალი არჩევნების პირობებში მოიგებენ. ძალიან კარგი კითხვაა, მაგრამ აქ მხარეები ხომ მოქმედებენ ამ პრინციპით, სადაც ვიწროა ის გაწყდეს და დასწრებაზე და ინიციატივის ხელიდან არ გაშვებაზე. რასაკვირველია, არავის არაფრის გარანტია არ აქვს, მაგრამ მოცემული მდგომარეობიდან ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ მეორე მხარე დასუსტდა. მეორე მხარე ვერ შეძლებს იმის გაკეთებას, რაც თქვათ, მას უნდა კონკრეტულ მეორე ერთ-ერთ მხარეს. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და პლუს ამისა ოპოზიციას რატომღაც ჯერა რომ მოახერხებს აი ამ საპროტესტო ტალღის მონაწილეთა გადმობირებას. მე ეჭვმეპარება რომ ისინი ვინმეს გადაბარდებიან, ასე ვთქვათ. მე ვფიქრობ მაინც რომ ეს არის ისეთი მართალია არაორგანიზებული, მაგრამ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა, რომელთანაც მუშაობა საჭიროა, შეხვედრები საჭიროა, ახალ პოლიტიკური ძალებიც გამოჩნდნენ. ყოველ შემთხვევაში მე ვგზნობ საზოგადოებაში ამ ინტერესს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მას ხაზს უსვამ. ამ ინტერესს ვხედავ. და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ალბათ საჭიროა ასეთი რამის გაკეთება. კი ბატონო. ბატონო რამაზ ეუთოდირის საბოლოო ანგარიში უნდა მოვიშველიო ისევ პრეზიდენტი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კამპანიაში, საჯაროდ მართავდა კონსულტაციებს ოპოზიციასთან წინა საარჩევნო კოალიციებისა და მთავრობის შემადგენლობის შესახებ, რითაც პოტენციურად მოქმედებდა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნეიტრალური არბიტრის მანდატის ფარგლებს გარეთ. ერთის მხრივ ეს ჩანაწერი თქვენთვის ადასტურებს თუ არა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და აქვე უნდა გკითხოთ აუცილებლად კიდევ ერთ შეკითხვას დავამატებ, რომ ერთიანად მიპასუხოთ, როდესაც 29 დეკემბერზე არის საუბარი და სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი ქვეყანაში და ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, მაშინ როდესაც ნიკა გვარამია მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ 29 დეკემბრის შემდეგ დაიცვან სალომე ზურაბიშვილი და არ მისცენ სასახლიდან მისი გამოყვანის საშუალება, რა მოცემულობის წინაშე ვდგებით, ხომ არ ხედავთ ასეთ პირობებში, ვთქვათ, გარკვეული დაპირისპირების, მნიშვნელოვანი დაპირისპირების საფრთხეს. რა თქმა უნდა, დაპირისპირების მორიგი საბაბი იდება ასე ხალიჩაზე და მე მამუკას ერთ ხას შევყვები თუ შეიძლება რაც გარკვეულ კავშირში არის კითხვასთან. ვეთანხმები მამუკას, რომ საძიებელი არის კომპრომისებიც. ოღონდ მარტო ერთის მხრიდან არ არის საძიებელი, ალბათ ყველა მხარემ თავის რესურსი უნდა გააცნობიეროს. კი, რასაკვირველია, უბრალოდ მეორე მხარე უარს. აქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია ვთქვათ ოპოზიციის მხრივ ოპოზიცია წამოდის გარკვეულ კომპრომისს. ამის ნიშნები არ ჩანს. იმაზეც ეხლა კომპრომისის რესურსის გარდა ვეთანხმები იმაშიც, რომ მე არის დიდი ნაწილი მოსახლეობისა, რომელიც გაბრაზდება რომ დაინიშნოს არჩევნები. რასაკვირველია. იმიტომ რომ ეს არჩევნები თუ დაინიშნა, ჩაითვლება წაგებად. კი. და რატო წავაგეთ? როცა მოგებულია. რასაკვირველია, ხა მე მესმის შენ პოზიციაც, მე რასაკვირველია, საკამათო არ არის, ეს ვარიანტებია. მე კი არ გეკამათები. ვარიანტებია. მე ამომაქვს უბრალოდ ის მხარე, რომელიც და თუ კი მოიძებნება ისეთი მიზეზი ხელმეორედ დანიშვნის არჩევნების ხელმეორედ, რომელიც სახეს შეუნარჩუნებს მხარეებს, არის ეგ პოლიტიკაში მოსულა ესეთი სახის შენარჩუნების ამოცანა. მე მგონი ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის განმეორებითი არჩევნები, რა არაფერი არ ითვლება. განმეორებითი არჩევნები თუ იქნება, ოპოზიცია შეიძლება უფრო რთული ამოცანები გავუჩინოს. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს ძალა, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებშია, თუ პოლიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდება, ბევრად უფრო საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. ხო. და აი მაგასთან დაკავშირებით იქნება იმ ახალგაზრდებმაც გააცნობიერონ, რომ დღეს საქართველოს მათზე არის ორიენტირებული და არა ოპოზიციაზე. გამოყონ ის ლიდერები, რომელთა ლაპარაკს აქვს აზრი. კი ბატონო. წარმოშოს ლიდერები, ლიდერის წარმოშობა არა რთული პრობლემა, მით უმეტეს ამხელა პროცესში. იმიტომ რომ ლიდერის გარეშე დიალოგი ძნელია, ვიღაცასთან ხო უნდა იყოს დიალოგი საიმისო, რომ
რაზედაც შეთანხმდებით ის გაკეთდეს. კი ბატონო. ხო და არ მგონია რომ სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდეს მასეთი პერსონა, რომელმაც შეასრულოს აი ეს როლი. იმაზე რომ ახალგაზრდებში თუ რაიმე დაიბადა ასეთი ძარღვიანი პროცესი ლიდერის წარმოშობის ჯგუფის იმათ წონა ექნებათ. ქალბატონ სალომეს სამწუხაროდ რესურსი რომ იყოს ოპოზიციის. იმ ახალგაზრდებში მართლა არის უამრავი ჭკვიანი, ნიჭიერი და რაც ყველაზე მთავარი ამ ადამიანებში გაიღვიძა აი ამ განსაკუთრებულმა სურვილმა თავისი ქვეყნისთვის ყოფნის. პატრიოტის არ ქვეყნისთვის ყოფნის ეს ძალიან სერიოზული მოვლენაა, ერთადერთი დადებითი რაც თელ ამ კრიზისულ სიტუაციას და ამის არ გამოყენება სახელმწიფოს არ შეუძლია. ამ ეტაპზე ამ ბავშვებმა პატრიოტიზმი ისწავლეს ქუჩაში. ხო და ბავშვებიც არ არიანი 40 წელს. არა, ხო, ის მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ ჩვენ ჭაღარასთან შედარებით. სალომე ზურაბიშვილის ფაქტორს თქვენ ბატონო მამუკა რამდენად ხედავთ თქვა სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებას, რისკს, ალბათობას ამ პროცესებში, რადგან არსებობს კონსტიტუცია, რომელიც უნდა დავიცვათ და არსებობს კანონი, რომელიც უნდა დავიცვათ. თუ 29 დეკემბრის შემდეგ ქალბატონი სალომე იტყვის, რომ ის არტოვებს, თუ იტყვის, რომ არტოვებს სასახლეს და შეეცდება, რომ სასახლიდან არ გამოვიდეს ეს ერთი მოცემულობა, მეორე მოცემულობა თუ ის გამოვა სასახლიდან და იტყვის, რომ მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი, ეს მეორე მოცემულობაა და შესაძლებელია დადგეს აქციაზე და თქვას, რომ ის არის პრეზიდენტი მაინც. მაგრამ თუ არ გამოვა სასახლიდან, აი ამ მსგავს მოცემულობაში თუ ხედავთ დაპირისპირებას. ისეთ რაშია საქმე. სალომე ზურაბიშვილი ბოლო დღეები ეცდება მაქსიმალურად რომ იყოს გაერთიანებული ესე პროტესტის გამომხატველი საზოგადოების და ოპოზიციის ლიდერი. რომ მომავალში პოლიტიკური სერიოზული პრეტენზიები და პერსპექტივა ჰქონდეს. თუ ეს მოახერხა ამ დღეების განმავლობაში, მაშინ აუცილებლად გამოვა. თუ ვერ მოახერხა, მაშინ მოინდომებს მან როგორი მოლოდინი გაქვთ, თუნდაც იმის დღევანდელი განცხადებიდან და ის რო იდგა ფონად ესე იგი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანი, არა სამთავრობო ორგანიზაციას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი, ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა. და ამისკენ მიდის საქმე როგორც ჩანს და ახლა როგორ გითხრათ, სხვის მაგევრად რა ჩანს, რომ ესეთი კონფიგურაცია უნდა შედგეს. მე გონია მაინც რომ თქვენ პირველად კითხვას დამისვით ამას გავაგრძელებ შეიძლება თუ არა სამოქალაქო დაპირისპირება მე ვამბობ ახლა ერთ რამეს სამოქალაქო დაპირისპირება თვითონ სპონტანურად არ ამგონია რომ მოხდეს მიუხედავად იმისა რომ საკრალური მსხვერპლის თემა დენთისუნივით ჰაერში ტრიალებს და გაიჟღერა მათ შორის ბაკეინის კი რასაკვირველი ბაკეინის ინსტიტუტმაც გარეშე სხვა ადგილებშიც გაიჟღერა და ძალიან სერიოზულად გაიჟღერა აი ესეთი სტროგორ არის ქალაქზე არის ქალაქის თავზე არის ზიზღის სმოგი რომელიც აუცილებლად ცუცვიმას მოიტანს ეს აუცილებლად არის მაგრამ მე ამ შემთხვევაში სხვა რამის მეშინია მე ერთხელ მოვყევი ამ სტუდიაში და კიდე ერთხელ როგორც ვერავინ არ დაადგინა საბოლოოდ ვინ გაისროლა 91 წლის 21 დეკემბერს ისევე შეიძლება მოხდეს ახლა თან უნდა მივაქციოთ გარშემო ყურადღება რაც ხდება ხო პრაქტიკულად დღეს ბრძოლა მიდის რამაზის ნათქვამი არ იყოს ამ გზაჯვარედინის გარშემო იმიტომ კი რომ გზაჯვარედინი ვიღაცა მარხოლოდ გააჩეროს აატალახოს რომ ამას მაბრძანა იმიტომ რომ გააკონტროლოს ერთმანეთი დახოცეს უკვე გარშემო ჩვენ ამ იცი როგორ არის უნდა მიხვდე რომ რატომ მოხდა უცებ რომ 20,000-იანი არმია მის რა ისლამისტების წავიდა დამასკოსკენ, რომელსაც ყავდა 200,000-იანი არმია, რომელსაც ყავდა თუნდაც ერთი დივიზია, რომელსაც პრეზიდენტი ძმა ხელმძღვანელობდა და უცებ დაიშალა ყველაფერი. 200,000-მა კაცმა ფრონტი მიატოვა. თან მეთაურებიან, სუალავიტები იყვნენ, ეს მეთაურები და იციან რომ თავის ასექილო განაჩენს ხელი მოაწერეს. ეს იმიტომ ხდება ადრეში ყველა შეთანხმებული იყო ყველაფერი ხო ყველას ეგონა რომ რუსეთს იქიდან გამოყრიდნენ დაიწყო მოლაპარაკება რომ რუსული ბრაზები იქრჩება დიდი პოლიტიკური თამაშები მიდის და ახლა ეს ჩვენი დღევანდელი პლატფორმა არ არის ამ საშუალება რომ ეს გადმარტოთ მაგრამ გეტყვით მაინც რომ დღეს ხელი მოაწერა ინდოეთმა ჩაიბარა ირანული პორტი მართვაში ეს ნიშნავს რომ ჩრდილოეთ სამხრეთის გზის ამუშავება აი დღეების საკითხია თან იმ მარშრუტზე არა რომელსაც აქამდე იყო ლაპარაკი რომ მანდა მაინც
აზერბაიჯანიდან უნდა გავიდეს. აი მავანს უნდა რომ ამ მარშრუტმა გაიაროს აქ, მანდა მაინც იმიტომ რომ უნდა რომ გაიაროს სომხეთში. და სომხეთში აზერბაიჯანიდან ვერ მივა, უნდა გავიდეს საქართველოს გავლით. ამიტომ არის დიდ ნაწილად ის რაც ხდება დღეს სოხუმში. არ ნახულ ზეწოლის ქვეშ რო არის მოქცეული მთელი აფხაზური საზოგადოება. ეს არის ძალიან დიდი თემა, მაგრამ მე უბრალოდ თხოვნა მაქვს საზოგადოების იმ ნაწილთან, ვისაც აზროვნება უყვარს და შეუძლია რომ ეს ყველაფერი გააიგივოს, რომ აქ მიმდინარე პროცესები არ არის მხოლოდ ქართული ჯახი. ეს არის უზარმაზარი გეოპოლიტიკური დაპირისპირება და ჩვენ ესე აღმოჩნდა რომ ამ კვანძის შუაგულში ვარ. თლაშორის პირველი შემთხვევა არ არის ისტორიაში. ხო, სულ ქონდა ეჭირო ჭიპი ვართო და ვარ ჭიპი. ხო და თუ გზე მართ ჩვენ ხო ვამბობთ რომ ჩვენ ვართ უძველესი კულტურის, ჩვენ ვართ ის რა ქვია. ეხლა რა იცი როგორ არის მეცინება ხოლმე ხანდახან ზოგიერთ ეხლა ორი იბერიის თემაზე მუშაობ და მიმოწერა წავეკითხე მე-10 საუკუნის ათონელი ბერებისა არაგონისა და კასტილიის სამეფო კარს წერენ. ისე წერენ, გეგონება თავის ძმებს ელაპარაკებიან. ნუ ან ისე ბიძაშვილებს, ახლობლებს და მაშინ სხვა მდგომარეობაში იყო ჩვენი ქვეყანა. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს კავშირი ევროპასთან მუდმივად იყო საქართველოს. ზოგჯერ შტატხოვნელად მიდიოდა, სულხან საბასიარი იყო და ზოგჯერ ესე ელაპარაკებოდა, როგორც ამ წერილებშია მოყვანილი. მაგრამ ყოველთვის ხელს გიშლიდა ის გარემოება, რომ ჩვენი ადგილმდებარეობა იყო შესაბამისი და სულ იყო ჭიდაობა სივრცის გამო. იგივე ხდება დღეს. ერთხელ კი არა, საბოლოო ჭკუა ხო უნდა ვისწავლოთ, ხო უნდა ვივაჭროთ ამ სივრცით, თორე საქართველები არავის არ აინტერესებს. არც საქართველოს არავის აინტერესებს სივრცე, რომელიც აქ არის. ნუ რა ვიცი, მე მგონი აქსიომაა და ეხლა ვიღაცა კიდე დაგვიწერს აუცილებლად, რომ თქვენ ბებერო მატყუარებო, როგორც ხშირად წერა ხო. ეს არახალია, როდესაც ჩვენი სტუმრების მიმართ, ესე ვთქვათ, წნეხი და ბულინგი ეს არა. ხო, ნუ რა ვქნა, ესეთი გარემოება, არა, გადახედავ ჟურნალისტები, ისე ჩვენი რესპონდენტებიც ცხადია, დიდ გეოპოლიტიკურ სურათს რომ დაუბრუნდეთ ბატონო რამა, სადაც ერთი პატარა ნაწილი ვართ ცხადია ჩვენ. რამდენად გვაქვს ეს პოლიტიკური ვაჭრობის გაძრომის რესურსი და რამდენად არის ამის დრო ახლა? აი, კარგი კითხვა, კი. და ისე 20-იან რამდენ მივდივართ ფაქტობრივად? 20-იან უკან დაგვშე საბოლოო ჯამში თუ ბევრს ვილაპარაკებ და მოძიანვარ. ბევრნაირი ხელისუფლება გვინახავს ხო საბჭოთაგან დაწყებულ. ო, ბებრები ვართ. ხო და ხშირად გვინახავს, რომ ხელისუფალი საკუთარი კომფორტის გულისთვისაც რაღაც პრინციპებს რბილად რო ვთქვათ, ამჯობინებდა დაეცადა ვიდრე ებრძოლა, ხო? კი. ბრძოლას ყოველთვის არ კიდებდა გიორგი ბრწყინვალე ყავდა ეგეთ გენიოსი, მაგ მხრივ. ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბრძოლა. და ეს ბრძოლა გადაწყვიტა მაშინ, როდესაც ჩინეთთან დაიწყო ურთიერთობა. ერთი თვეც არ იყო გასული მას მერე პომპეომ რო უთხრა, რომ აქ ჩინეთი არ შემოუშვა და ამ ერთი თვის ბოლოსკენ უკვე ამ ნათქვამიდან მატარებელი შემოუშვეს საქართველოში ამოხრებმა. ესე იგი, უკვე თამაში ქონდათ დაწყებული, ხო მატარებლის აქამდე მოსვლას ხო უნდოდა დრო. მერე ხელშეკრულება ემან. ისე რომ ამ ხელისუფლებამ თამაში დაიწყო, დიდი თამაში დაიწყო. ჩინეთთან შეთამაშება დიდი თამაშია. ამან გავხვია მდგომარეობაში. მაგრამ ამავე დროს გავეხვიეთ ამ მდგომარეობაში და გადაწყვიტეს, რომ ეს მდგომარეობას გაუძლონ და გაიტანონ ბოლომდე. ისე რომ თამაშობენ ესენი დიდ თამაშს. არის ეს მომგებიანი თამაში საქართველოსთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი არ არის მნიშვნელოვანი მოთამაშე, ფაქტია, მსოფლიო მასშტაბით. ძალიან მნიშვნელოვანი ისევე როგორც ამერიკა და ევროპა. და საქართველოს იღებს აი თამაშის ამ წესს, რომ ისიც მინდა და ესეც მინდა. არ ეწებება რომ რეალისტური, ვთქვათ, მიღება
ყველა მხრიდან იმის გათვალისწინებით, მაგალითად თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 20 იანვარს ინაუგურაციაზე დაპატიჟებულია სციპი. იცით რა რაღაც ქართველები ვართ და კონსტანტინე გამსახურდია ხო გვიყვარს და გიორგი პირველიც გვიყვარს ხო თავის გენიალური მონოლოგით და ეს გიორგი პირველი მაგალითად ისტორიაში რომ ბიზანტიას პირველმა დაუწყო ბრძოლა. არა იმიტომ რომ ბიზანტია უბრალოდ დამოუკიდებლობა სუვერენიტეტის თემა იყო იქაც რა. ყველაფერი ბიზანტიისგან გვაქვს აღებული, ჩვენი ტაძრების ფორმიდან დაწყებული, მერე განვავითარეთ მხატვრობა რაღაც დიდი პარტნიორი იყო. და ბიზანტიის მეზობლობა, ნუ ბიზანტია როგორ დაიკარგა, მერე გაცილებით უარეს დღეში აღმოჩნდით, ვიდრე მაგრამ აი ამასთანაც გადაწყვიტა რა გიორგი პირველმა რომ სუვერენიტეტი დასაცავია. ეხლაც იგივე პრობლემაა. სუვერენიტეტია დასაცავი. მეგობართან თუ შორებელთან, ჩვენთი შორებელია, მეგობრებში ვერ ჩავთვლით, მაგრამ გჭირდება. მეგობრები, რა თქმა უნდა, დასავლეთი უფროა, საერთო ინტერესები გაქვს, მაგრამ მათთან სუვერენიტეტია დასაცავი. გასაკვირველია, მეგობრობის ცნება დღევანდელ სწრაფ სამყაროში, ძალიან დინამიურ სამყაროში არის გაუფასურებული. ამ სუვერენიტეტის დასაცავად აქვე კითხავთ ბატონო მამუკა, არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება არის საჭირო? არაპოპულარული პოლიტიკურად არაპოპულარული წყურვისხმობ. გააჩნია როგორი ფორმით მიიღებ, რამდენად მოქნილი იქნები დიპლომატიური თვალსაზრისით. აი მე თუ რამე მაქვს სასაყვედრო ხელისუფლებასთან, ესე მაქვს პირველ რიგში. მე ვთვლი რომ ბევრად მოქნილი შეიძლება ყოფილიყვნენ აი ამ ქმედებების ჯამს. ეხლა ვინ არის მართალი? აი ამ რამაზე ამბობს რომ ორივე ფრონტზე ბრძოლის დრო გამოთქმები არსებობს ხო ორს გამზაჯდომა არ შეიძლება და ასე შემდეგ. გეოპოლიტიკა სხვა რამეა. შეიძლება 4 ფრონტზე იბრძოლო ერთდროულად არც გამოვა სხვანაირად, იმიტომ რომ შენ ისეთ გეოპოლიტიკურ სივრცეში ხარ. ყველასთან ურთიერთობის რაღაც სისტემა უნდა შექმნა. აი ჩაიკეტა ხო კაცი ხა აზერბაიჯანაში. ხო და მოკლედ რა მინდა გითხრათ საბოლოო ჯამში რომ რასაკვირველია ბევრად მოქნილობა შეიძლება და პრინციპში რა არის ბიზანტიური და აღმოსავლური პოლიტიკის ნაზავი იყო დომინანტური საქართველოში ყოველთვის დიპლომატია. და გიორგი ბრწყინვალე თულად არ მიბრძენებია, იმიტომ რომ ამ ადამიანმა აითვისა ის დიპლომატიური ნარატივი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო თელს ამ სივრცეში და მაქსიმალურად გამოიყენა იმ სიმისთვის, რომ მონღოლებისგან წელში გადახილი ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა და დააყენა კიდევაც. აი ეს არის ამას ვამბობ უბრალოდ. და მტერი მეგობრად გაიხადა რა. მეგობრად გაიხადა, მიდრე ჭირდებოდა სხვაშორის. მოკლედ, რაც შეეხება ამას, კიდე ერთხელ გეუბნები, მით უმეტეს რომ ეხლა ეს მხარეები ერთმანეთთან არიან სასტიკად დაპირისპირებული. მაინც ხაზი მინდა გაუსვა ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობის სისტემის შექმნას, რომელიც ყაზახეთის და აზერბაიჯანის მაგვარად ხელი მოაწერა შესაბამის დოკუმენტებს. ეს იყო წითელი ნაჭერი პირველ რიგში მოსკოვისთვის. ამერიკაში მერე გაიგეს ეს ამბავი, მე ამ შემთხვევაში უტრირებას ვაკეთე. თავარი იყო რომ რუსეთი გაგიჯდა კინა რა. აი ამიტომ არის ეს რუსეთზე ლაპარაკი და რა არიქა რუსეთისკენ მიდიხარ ყველაფერი ეს არის ყურით მოთრეული სინამდვილეში. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რომ რაღაცა ბრავალ ფრონტზე ერთდროულად ითამაშოს. აი გამოზდის თუ არა და გამოუვა თუ არა ეს მეორე საკითხი. ეგ მე და რუსეთის რეაქცია გაითვალისწინეთ ჩინეთი ციმბირიდან მივიდა და ნახევარ ციმბირი წაართვა რუსეთს. ეხლა კავკასიაში რო შემოვიდეს, რა დღეში იქნება რუსეთი? ჩრდილო კავკასიას წაიღებს ძალიან. ისე რომ აქ ძალიან ბევრი ინტერესების კვეთაზე ვარ. კი ბატონო, გლობალურიდან მოდის ლოკალურზე გადმოვიდეთ საქართველოში. შიდა პოლიტიკურ პროცესებს რაც შეეხება და არსებულ დაპირისპირებას იძულვილის ენა ახსენეთ თქვენ და ზოგადად პოლარიზაცია და განსხვავებული პოზიციების მიმღებლობის პრობლემა. ამ მიმართულებით ბატონო რამეს ნახეთ 4 ოპოზიციური პარტია ევროსაბჭოს მიმართავს ასეთი მოცემულობის წინაშე აღმოჩნდით და მოითხოვს განსახილველად დააყენოს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს თბილისში ვიზიტისას მისი მოქმედებების
კეთილსინდისიერების საკითხი. და ალან ბერსის ვიზიტი და შემაჯამებელი განცხადების შინაარსი იყო არსებითად უპასუხისმგებლო და არ შეესაბამება ევროპის საბჭოს სულისკვეთებას, წერია იმ პარტიებისა და თუ კოალიციების მიმართვაში, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებისას ბარიერი გადალახეს. ანუ რა გამოდის, რომ შესაძლებელი არის ნებისმიერი წარმომადგენლის, ნებისმიერი ინსტიტუციის წარმომადგენლის კეთილსინდისიერება გახდეს საეჭვო, თუ კი ის არიზიარებს ოპოზიციის პოზიციებს. სადამდე მივდივართ აი ამ შემთხვევაში? ირაკლი კობახიძის რეაქცია გვახსოვს ალბათ დღეს იყო მე მგონი. მე სხვანაირად მოვიქცეოდიო. და ნუ ცოდოები არიან, რახან ემოციურად არიან ისე, რომ ვეღარ გაიაზრეს მათთვის ხელსაყრელი რა არისო. რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის არაა ხელსაყრელი მაგ ტიპის საქციელი, მაგრამ კობახიძის რეაქციაში მე იმედი მომცა განწყობილებამ. არ გვიდა დრამატიზაცია და აი მკაფიო და ის მტერია და ის მტყვანია მე სწორი ვარ. ცადოთ რა გავატაროთ ეს პერიოდი ისე აი კონფლიქტოლოგიაში ცნობილია რომ თუ გინდა კონფლიქტი მოიხსნას ილაპარაკე იპოვე ის რაც საერთოა და არა ის რაც განსხვავებულია. განსხვავებულზე ლაპარაკის დროს ყოველთვის იჩხუბებენ. ქალი და კაცი ჩხუბობს, იმიტომ რომ განსხვავებაზე ვერ თახვდებიან და შვილი არის საერთო და ის უნდა იყოს მსჯელობის საგანი. აი რაღაც საერთოში შესვლა უფრო ადვილია თუ მსუბუქი იქნება დამოკიდებულება. მე მგონი ცოტა გადაჭარბებული ყიჟინა ორივე მხარეს თუ რაიმე გაიმარჯვეს, არიქა ჩვენ გავიმარჯვეთ ის დამარცხდა. ასეთი ყიჟინის ფონზე ის მეორე მხარე სულ ეცდება რომ საპასუხო რაღაც დარტყმით გიპასუხოს. პირდაპირ გითხავთ, გამოსავალი არსებულ პოლარიზაციაში არის მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თუნდაც საზოგადოების ჩართულობით მათ შორის, თუ ხელისუფლების ოპოზიციასა და თუნდაც იგივე ევროპელ აქტორებს შორის. ოპოზიციის ისე იმ თემას უბრუნდებით, რაც წამოწია მამუკამ. ოპოზიციის ჩართულობა თითქმის მნიშვნელობას კარგავს. იმ ფონზე რომ მოილაპარაკე ოპოზიციასთან, მაგრამ მე ეს ახალგაზრდები იმ ოპოზიციური პერსონის ნათქვამს დაიჯერებენ. სწორედ აი ამ ფაქტორის გათვალისწინებით გეკითხებით. ვისთან უნდა შედგეს ეს მოლაპარაკება, ნაწილობრივ საზოგადოების ნაწილისთვის, მათ შორის ბატონო მამუკა გაუგებარი არის. იცი როგორ არის? პრინციპში ხელისუფლების სიძლიერეთ თუ თავს ძლიერად თვლიან, იმაში გამოიხატება, რომ ყველას უნდა დაელაპარაკოს. არა დიფერენცირებულად უნდა დაელაპარაკოს. მე გულისხმობ, ეცაცალკეთ შეიძლება ლაპარაკი, არა აუცილებელი სულ ერთად შეიგრიბოს. მაგრამ აი ამ ახალგაზრდულ პირობითად ვამბობ, თორე საკმაოდ ბევრი ასაკოვანი ადამიანიც არის. აი ამ ჯგუფებს თუ როგორც იქნება ამ პლატფორმას თქვა, ეს აუცილებლად უნდა დაელაპარაკოს და ხაზგასმულად უნდა ჩანდეს, რომ ამათ ელაპარაკება, იმიტომ რომ ამათ თავისი პოლიტიკური გემოვნება აქვს. ეხლა რა მოგწონს, რა არ მოგწონს, ეს მეორე საკითხია. მე არ ვლაპარაკობ ისინი ვიღაც ქუჩის ტერორისტებზე, მე ვლაპარაკობ ადამიანებზე, რომლებიც აზროვნებენ და უყვართ ეს ქვეყანა და ცდილობენ რაღაც შეცვალონ. რასაკვირველია პოლიტიკურ პარტიებთანაც უნდა ცადონ ბოლომდე დიალოგი. თუ არა და ნუ თქვა, რომ არ უნდათ ამ ხალხშენთან ლაპარაკი. მაშინ უნდა მოუწოდონ მათ ამ მომრჩეველს, რომ მოდი დაელაპარაკი. ეხლა იქ არის ორი საკითხი დგას. ერთი არის ახალი არჩევნები, მეორე არის განთავისუფლება. ხა ნუ არ ამაზე ლაპარაკიც არ ყრის. ესე უნდა მოხდეს. ამ ეთერშიაც თქვი და კიდე ერთხელ მეორე ფიქრ ჩემი მეგობრის შვილია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ორთვიანი აქვს მიჯილი ანდროჭიჩინას გულისხმობ, თვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდაა, არ ვიცი მე არც მინდა ამ თემაზე ხანძლივად ლაპარაკი. მოკლედ მე ამას გეუბნებით, რომ თვლი რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. უნდა იყოს საერთაშორისო ჩართულობა ამაში, რატომ არ უნდა იყოს? სხვადასხვა მე აი ევროსაბჭოს წარმომადგენელთა მხრიდან ასეთი რამ დავინახე. ერთის ეს წერილი საერთოდ წარმოუდგენ. მე არ მეგონა თუ ამაზე წავიდე და ოპოზიციამ. აი რა დავინახე? დავინახე ის, რომ ამ ადამიანებმა, ასე ვთქვათ, როგორც ევროსაბჭოს წარმომადგენელმა კი არა, მხოლოდ როგორც ევროპული კულტურის, აი ევროპული პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა შესთავაზეს თავისთავი მომლაპარაკებლად, იმიტომ რომ
ეხლა მე ტელევიზორიდან არ უყურებდი მარტო ამას. მე მქონდა კონტაქტი იმ ადამიანებთან, პრესის წარმომადგენლებთან, რომლებიც მათ ახდენ. კი ბატონო, პრესის წარმომადგენლები, ვინც მათ ახდნენ და აუცილებლად ბოლოს უკვე უნდა გკითხოთ მედიის როლი მთელ აი ამ პროცესში. როგორი იყო მედიის როლი და აქვე აუცილებლად უნდა წავიკითხო. ეუთო ოდირის დასკვნა, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მე მინდა რომ იცოდეს ეს საზოგადოებრივ მაუწყებლის მაყურებელმა, თუ კი არსებობს ისეთი, ვისაც გამორჩა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა კანდიდატის გაშუქებისას ძირითადად დადებითი ან ნეიტრალური ტონი გამოიყენა, თუმცა გაშუქების უმეტესობა ქართულ ოცნებას დაეთმო, უმეტესი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უარი თქვეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ ერთადერთ დებატში მონაწილეობაზე, რის შედეგადაც მართულ პარტიებსა და მთავარ ოპოზიციურ პარტიებს შორის დებატები არ შედგა. ამის შესახებ არის ნათქვამი ეუთო ოდირის საბოლოო ანგარიშში და აქვე კომერციულ ტელევიზიებში გაშუქების ტონი ასახავდა მაუწყებლების საჯარო დახქმულ პარტიულ კუთვნილებას. მთლიანობაში ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული კომერციული მედია საშუალებები გამოყენებული იყო პოლიტიკური პროპაგანდისთვის, რაც ძირს უთხრიდა დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოშვების წარმოებას და აძლიერებდა გამხლეჭ პოლიტიკურ რიტორიკას. პარტიული პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობამ და მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირებისა და წამყვანი პარტიების მიერ დებატებზე უარის თქმამ შეზღუდა ამ მომრჩეველთა შესაძლებლობა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. ნათქვამია ეუთო ოდირის საბოლოო ანგარიში და მე პირადად ჩემი მოსაზრება არის და არა მხოლოდ ჩემი დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ნაწილიც დამეთანხმება იმაში, რომ პირველ არხზე თავდასხმები, რასაც უყურებთ მთელი აი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განპირობებული იყო სწორედ იმით, რომ მომხდარიყო პირველი არხის ხმის ჩახშობა იმ ხმის, რომელიც დაბალანსებულად აშუქებდა ყველა მოვლენას და როდესაც საუბარი არის მაგალითად იმაზე, რომ ეს არ არის თავის მართლება, აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ქართულ ოცნებას დაეთმო უმეტესი დრო, დაეთმო მხოლოდ და მხოლოდ აქტივობების გათვალისწინებით, რადგან ქართული ოცნება იყო წინა საარჩევნო პერიოდში მათ შორის გაცილებით აქტიური, ვიდრე ოპოზიციური პარტიები. ეს განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ამით. ბატონო მამუკა, მინდა რომ ეს მოკლე შეფასება გააკეთოთ მედიის როლი, ტელევიზიების, ჟურნალისტების როლი მთელ აი ამ პროცესში, როდესაც საზოგადოების ინფორმირებულობაზე არის. ძალიან ძიმეა ჩემთვის ამის შეფასება, მე მაინც მოვერიდები ამას, იმიტომ რომ ერთ-ერთ შეტაკების თუ დაპირისპირების დროს საზოგადოებრივი ტელევიზიის კიბეებზე ერთ მხარეს ერთი ჩემი სტუდენტი იდგა, მეორე მხარეს მეორე. ერთმანეთს უყვიროდნენ. მართალია სხვადასხვა თაობის, მაგრამ მაინც ხო ჩემთვის ორივე ძვირფასი ადამიანი ორივე კარგი სტუდენტი იყო და არ დავასახელებ. იყო ესე. ხო და ერთის მეთაური იყო იმისი და მეორეც აქიდანაც ვინც იყო, არც ის არ იყო ბოლო ადამიანი. ხო და მოკლედ ეს მინდა გითხრათ, რომ აი ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ მე დღემდე მივტირი 12 კაცს, ვინც დავტოვეთ აფხაზეთის ბრძოლის ველზე, 12 ჟურნალისტს, საქართველოს ქართულ ჟურნალისტს. ხო და დავდივარ და სადაც მივდივარ, ყოველთვის ამ 12 ადამიანს ვახსენებ. და ამდენად ჩემთვის არის ტრაგიკული, როდესაც ეს ხდება. მე ვხედ, შემიძლია გავიგო, რომ ჟურნალისტი მხარეა, შემიძლია გავიგო ისიც, რომ თქვათ კონკრეტული ორგანო, რომელიც ის მუშაობს, თქვათ ტელევიზია იქნება სხვა, ну რაღაც პოლიტიკურ ამოცანებს ასრულებს. დღევანდელმა დრომ მოიტანა ასეთ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ეს ზიზღიანი დაპირისპირება თან იმ ადამიანებს შორის, რადგან მე ვიცნობ ჟურნალისტებს სამყაროს, შემიძლია თქვა ნაწილობრივ მაინც, რომ ერთმანეთის მიმართ იმ ადამიანების დაპირისპირება, ვინც გუშინ მეგობრები იყვნენ, მეგობრობას ეძახდნენ ერთმანეთს. აი ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო და მიუღებელი იყო. ამიტომ მე სუბიექტური ვარ. მე ვერ ვიქნები ჟურნალისტების დაპირისპირების კონტექსტში ობიექტური. ამიტომ ჩემთან ეს შეკითხვა, რა ვიცი, თუ გინდა კი ბატონო, აი რაც შემიძლია პასუხი გაგეცი. ბატონო რამეს მედიის როლი და ამავდროულად გამოსავალი. გასაგებია ძალიან რთულია ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ აი რამდენიმე მნიშვნელოვანი თავდასხმა იყო ფაქტია და ეს პერმანენტულად გრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გრძელდება კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩაახშონ ხმა და აბულინგონ ჟურნალისტები და შემდეგ ეს ჟურნალისტები გარკვეული თქვა წნეხის მეშვეობით მოაქციონ. მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ვინც ჟურნალისტს აი ესე მოექცა, როგორც აი გოგონას პირველ მისას TV პირველიდან არა? ლოქისა გვარდა მოვიცნე მგონას. მაკაჩიხლაძეს ვინც მოექცა, იმ როგავას ვინც მოექცა, ყველა უნდა დაისაჯოს თქვენი ოპერატორი რომ დაიჭრა თუ მოხდა ის ყველა უნდა ტექნიკური, რომელიც ერთი ფეხით არის კოჭლი და
ისიც უნდა დაისაჯოს და ისიც და ისიც და ისიც. ახლა აღარ დავიწყებ ამაზე სპეკულაციას და ვაჭრობას. ყველა, ვინც ადამიანს სადისტურად მოექცა, ყველა უნდა დაისაჯოს და ვინც ადამიანის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ეგეც უნდა. ეს სადაო ცხადია, რომ არ არის და აუცილებლად ეს ასე უნდა იყოს და გამოძიების ფარგლებში გასაკვირველია. იყოს მწყობრა და ისე როგორც საჭირო არის. და მაგრამ იქნება განვლილმა პოლარიზაცია და აი ამ დავასრულოთ. დრამამ ჟურნალისტებს შორის, გასაკვირველია. იმიტომ რომ მეც მოწმება, რომ ძალიან მძიმე პროცესი. ჟურნალისტური ეს ერთობა არსებობდა. კი, სოლიდარობა. ხო? ეს სოლიდარობა არსებობს ბუნებრივია დღესაც, მაგრამ ვუყურებთ იგივე დაპირისპირება არსებობს ჩვენთან მიმართებაში ყოველ შემთხვევაში ხა ფაქტია რომ ეს არსებობს. ხო და სხვა რამეს ვფიქრობ, ხო ერთხანს გვიმუშავია მაგ თემაზეც მაგასთან ერთად. ხომ არ არის უპრიანი რომ დავფიქრდეთ იმაზე, გადავხედოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აგების პრინციპებს. ანუ ახალი კანონები ყველაფერს განახლება ჭირდება და ხომ არ არის გასაახლებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა, მართვა, რა თვალსაზრისი? კომპლექტაცია საიმისოდ, რომ ესე იგი დღეს ღამე მომავალში ნაკლები იყოს პრობლემა. ახალი თემები წამოჭერით რომ ფაქტობრივად მეორე შემდეგი გადაცემის თემა არის უკვე ბატონო რამაზ იმის მიუხედავად რომ დრო ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა რამაზ საყვარელიძე, მამუკა არაშიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ 24 დღე მიმდინარეობს აქციების, რომელიც იმართება რუსთაველის გამზირზე, ადგილზე შეკრებილი იყვნენ დღის განმავლობაში აქციის მონაწილეები და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობთ, ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობენ, ისინი ინფორმაციას მოგაწვდიან უწყოთ რეჟიმში, ამ ინფორმაციის ნახვის საშუალება მთელი ღამის განმავლობაში რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ ჩვენს ვებ პლატფორმაზე, რომლის მისამართიც გახლავთ 1TV-G. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, დროებით, გემშვიდობებით რამდენიმე დღით. აშა